საღამოშვიდობის ეთერში ბურთი და მოედანი ვიწყებთ ახალ სეზონს ძალიან გვიხარია კვლავ თქვენ წინაშე ყოფნა და ძალიან გვიხარია რომ ვისაუბრებთ საინტერესო თემებზე მუდმივად პარასკევობით ბიძინა ბარათაშვილი ლევან საოლქვაძე და ლაშა სილაგავა კვლავ იგივე შემადგენლობით ვიქნებით და გვეყოლება ისევ საინტერესო სტუმრები გელაცინაძე ჩვენი მეგობარი არაერთხელ ყოფილა აქ და საინტერესო მოსაზრებები მოგვისვენია მისგან და გია ბაყაშვილი ყველასათვის ნაცნობი კაცია აქ არის ჩვენთან ერთად სპორტის დიდი მოყვარული და მცოდნე იმასთან ერთად რომ თავის ძირითად საქმეში ნაღდი პროფესიონალია. მოკლედ ჩვენ ვისაუბრებთ ბევრ საკითხებზე, რა თქმა უნდა, თავისუფალია ეს სტუდია აზრების გაცვლისგან და ამიტომ აქედან გამომდინარე პირველ რიგში მაინც საქართველოს ნაკრები გვადარდებს ყველას და აგერ დაიწყო ახალი ციკლი არაერთგვაროვანი ის ქონდა დამოკიდებულება პირველ და მეორე მატჩზე გავირთულეთ ცოტა სიტუაცია, მაგრამ ყველაფერი ეს საჭიროებს გარჩევას, ანალიზს, გვაქვს თუ არა მომავლის იმედი და რატო დაგვემართა ის რაც მოგვივიდა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ისეთი ნაკრები ყავს და ისე იმედიანად უყურებთ მომავალს, რომ გვეგონა რომ ასეთი ჩავარდნა, რომელიც ქონდა მატჩის პირველ ნაწილში განსაკუთრებით არ გვექნებოდა, მაგრამ გიას მოსაზრებით მინდა დავიწყო რატო იყო შენი აზრით ის რომ აი დებიუტი ჩაგვივარდა უხეში შეცდომებით გავიდა გოლები შეცდომები გუნდს მოსდის როცა მეტოქე აიძულებს მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ეხა თურქეთმა ისე ითამაშა რომ აიძულებული ვიყავით ეს შეცდომები დაგვეშვა ალბათ რაღაც ჩვენში იყო პრობლემა სამივე გოლში არის გარკვეული მოთამაშეები დამნაშავების როლში და კონცენტრაციის დაკარგვა იყო, ტაქტიკური შეცდომა იყო, რომელიღაც ფეხბურთელები აღარ უნდა იყვნენ მოედანზე. თუ აი რისი ბრალია, შენი ხედვა მაინტერესებს იმის გამო, რომ აი 0-3 რატო იყო? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მრავალათასიან აუდიტორიას, გელოცავთ ახალი სეზონის დაწყებას. მართლაც სამწუხარო იყო, რომ მარცხი დავიწყეთ და სამწუხარო იმიტომ იყო, რომ პრინციპში თურქეთი ალბათ ყველაზე უფრო პრინციპული მეტოქეა ჩვენ ვისთანაც გვიწევს უშუალოდ გარჩევა და თან სახლში თამაში ამით ვიწყებდით. რა თქმა უნდა, ბევრად სასურველი იქნებოდა რომ სხვა შედეგი დამთავრებული იყო, მაგრამ მინდა ჩვენ ახლა მიზეზებზე ვსაუბრობთ თუ რამ გამოიწვია ჩავარდნა. ბევრი მხარეა, ბევრი ვთქვათ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებია. შევეცდები რამდენიმე მნიშვნელოვანი რაც არის ჩემი აზრით დავასახელო. რა თქმა უნდა, ყველაზე მოქმედებს როდესაც იწყება სეზონი და ჩანდა რომ თავიდან აი ეს სეზონის დაწყება განსაკუთრებით დაეთყო ჩვენს ფეხბურთელებს. შემდგომ ბევრი ასახელებს უთამაშებლობის ფაქტორს და ესეც ნამდვილად შეიძლება რომ გამორიცხოთ და ისე რაღაცა განსაკუთრებული პრობლემა ჩვენი რაც არის და რაც მარტო პირველ თამაშში სამწუხაროდ არ გამოიკვეთა არამედ მეორეშიც იყო მსგავსი ეპიზოდი ეს არის აი კატასტროფული სტარტი რომელიც მარუც ხა საოცარ გაბნეულობა იყო სულ თავიდან. ყველა ტაიმს ესე ვიწყე. ხო და აი რაღაცა უცნაურია რის გამო და ეს არ ვიცი ფსიქოლოგიური ფაქტორია თუ რაიმე სხვა. მათ ვარ დარწმუნებული ამაზე სათანადოდ მუშაობენ და ფიქრობენ გუნდში იმიტომ ჩვენ ზოგადად ცხადია ისინი გზნობენ ამას მაგრამ ამას გამოსწორება ჭირდება. იცი რა მუშაობენ ალბათ მუშაობენ მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს მე შენი თქვის არ იყოს მეორე შეხვედრაშიც იგივე გქონდა და მე გაგახსენებ ჩეხეთთან თბილისში მოგებულ შარშან სექტემბერში გამართულ მატჩს სადაც კი მოვიგეთ 4-1 და თითქოს გავანადგურეთ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო რაც მინახავ ჩვენი ნაკრები მაგრამ გაიხსენეთ დასაწყისი იქ იმ შეხვედრას იქაც იყო მომენტები როცა გადარჩით გაშვებულ გოლს ადრე ძნელად შევდივართ თამაში ადრე უფრო მეტად გვიჭირდა ხოლმე გვახსოვს განსაკუთრებით უნებული იყო დამაბოლოებელი ეტაპი და საფინალო წუთები განსაკუთრებით დამატებითი ეხლა სტარტია ესეთ შემდგომ რა თქმა უნდა პრობლემური იყო წამყვანი ფეხბურთელების არ ყოფნა, იმიტომ ჩვენთვის კიტეიშვილი ჩაგვეტაძე ძალიან დიდი ზალაა და განსაკუთრებით გამოჩნდა რომ ბურთის ამოტანა ჩვენ გაგვიჭირდა და გაჭირდა ის რასაც შესანიშნავად ახერხებს კიტეიშვილი აი შემადუღებელი ასე ვთქვათ რგოლის შემკურელი დამაკავშირებელი დაცვასა და ბურთის ამოტანა და აი რომელიც ახერხებს რომ აი ის ხრელები ამოავსოს რაც ბევრგან დარჩა ცარიელი. გარდა ამისა შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ მე ესეთი განცდა მქონდა რომ აი იმ ტაქტიკით 4 მცველზე როდესაც გადავედით, ასე დროს კვარაცხელიას რა თქმა უნდა უფრო მეტად ჭირდებოდა ფლანგზე დახმარება და ჩართვა და ამ შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა მარცხენა მხრიდან. იყო ძალიან დასანანი და
პრინციპში იმ თამაშისთვის ფატალური შეცდომები დაცვაში. ერთი კარგი რაც იყო რომ დიდი ნაწილი ამ შეცდომებისა, რასაც მე უყურებდი ტაქტიკური მონახაზის შემადგენლობის კუთხით გამოასწორა მწვრთნელმა მეორე თამაშის დროს და თუ დადებითად შევხედავდა ასე ვთქვათ ოპტიმისტური თვალიდან ამის საფუძველს იძლევა ჩემი აზრით მეორე ტაიმი. კარგია რომ მიუხედავად იმისა რომ ეს ასეთი აშკარად ჩავარდნილი პირველი ტაიმი იყო, მოვახერხე და მეორე ტაიმში რა თქმა უნდა პირველ რიგში ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, მაგრამ ის ინდივიდუალური ინიციატივა შემდგომ კარგად ასე ვთქვათ აიტაცა. გუნდმა პირველ რიგში რა თქმა უნდა ზურიკოზე უნდა ითქვას ეს და ნუ რაც შეეხება კვარას კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ეს ის კვარაცხელია მის ლიგა მოიგო და მის მართლაც სოფლიოს ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია. თქმა იმისა რომ ბოლომდე დრო არ გვეყო კი რა თქმა უნდა იყო შანსი რომ გაგვეთანაბრებინა მაგრამ აი აშკარად აი ის პრობლემები რომელიც სულ თავიდან ჩამოყალიბდა და მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემი აზრით ამისა უკვე აღნიშნეთ ვერ გადაფარა მეორე ტაიმა თამაშის ხარისხი რადიკალურად განსხვავდებოდა და უარესი იყო იმ თამაშებიდან რამაც ჩვენის ოპტიმიზმი მოხდა აი ეს სიტყვები მინდოდა მომისმინა წინა ბოდიში წინა თურქეთთან მატჩი უფრო არ იყო წასაგები მე მგონი ხარისხი თამაშის ხარისხით გეტყვი თანას მე ამას ამას დაემატა შემდგომ უკვე კატასტროფული თამაში თურქეთის ნაკრებისა და აბსოლუტური განადგურება ესპანეთთან რომელსაც ერთი მხრივ ჩვენ კი მოგვცა ძალიან კარგი სატურნირო ასე ვთქვათ მდგომარეობა და გააჩინა იმის იმედიც რომ უკვე ბულგარეთთან მოგებული თამაშის გათვალისწინებით ბულგარეთი საერთოდ მე ვფიქრობ ერთ-ერთი სუსტი ნაკრები იყო რაც კი ჩამოსულა ბოლო პერიოდში ჩვენთან და არც იყო გასაკვირი რომ მალევე გაუშვეს მე მგონი ჩვენ თამაშის რო მეორე თამაშის შემდეგ გაუშვეს უცნაელი ხო როგორც მახსოვს ბულგარეთის მაგრამ ნუ კარგი იყო რომ იმ ბევრი რამ უკვე შეცვლილი იყო გაგენიზის ძალიან კარგი თამაში უნდა აღინიშნოს და კიდევ ერთხელ ყვარას უნიშნულოვანესი ეტაპი იყო ჩემი აზრით მის ცხოვრებაში და თვითონ ნაკრების ცხოვრებაში როდესაც კაპიტნის საკვლავრით გამოვიდა და ეს ფაქტორიც მე მინდა რომ ხაზი გავუსვა ამას იმიტომ რომ დარწმუნებული ვარო როდესაც მოუწევს მას ის ყოველთვის გუნდის ლიდერია და კარგი იყო რომ ამ ნიშნითაც გამოიჩა და პირველი თამაში თორსო პირველი თამაში იყო კაპიტნის საკვლაური და ასე წარმატებით რომ ჩატარდა უშვებდით შეცდომებს და საფეხბურთო იერიშები მოდიოდა ანუ საკუთარ ნახევარზე ბურთის დაკარგვა იყო თავი პრობლემა მე მგონი ამ მატჩში შენი შეხედულება როგორია ამ შეხვედრაზე თურქეთზე და მე ბულგარეთზე მოგესალმებით გილოცავთ ზონის დაწყებას მართალი აბსოლუტურად ყველაფერში გიასვეთ ახმები აქ იყო ლაპარაკი კონცენტრაციის დაკარგვაზე კონცენტრაცია რანაირად უნდა დაგვიკადა როცა საერთოდ არ გქონია იმიტომ რომ ადრე აი ევროპის ჩემპიონატისთვის იმ ორი პლეი-ოფის თამაშისთვის გუნდი ჩაიკეტა ერთი თვე და ქონდა იგივე მოთამაშეებს სერიოზული ვარჯიშები და სერიოზული ყველანაირი მომზადება ფსიქოლოგიური რაც არ უნდა კარგ ფორმაში იყო ორ დღეში ჩვენისთან ნაკრებისთვის ძალიან ძნელია გადაწყობა რაღაცა რეჟიმიდან რაღაც რეჟიმზე ეს პირველი მეორე ისა რომ ჩვენი გუნდის თითქმის ყველა კვარასთან მოდობით იყო უთამაშებელი ну მოხდა ისე რა ის ჯერ ტრავმა აქვს ის საერთოდ ვერ თამაშობს ის ჯერ ალისონს ელოდება და კოჩორა ისიც კი არ არის ჯერჯერობით აქედან გამომდინარე უცბად თურქეთ აი ბულგარეთით რო დაგვეწყო შეიძლება ესეთი შედეგი არ ყოფილიყო შეიძლება მაგრამ ბულგარეთთანაც იგივენაირად დავიწყეთ ეს არის ის რომ აი ბიჭებო რაც იცით გააკეთეთ ფეოლესავით გამოვიდა რა იმაში რა ქართულ კინოში არ იყო ისეთი მომზადებული გუნდი როგორც ჩვენ ვნახეთ ევროპის ჩემპიონატის პერიოდში რითიც ვაღწევთ შედეგს კი თორე ამათი კლასი რო ამაღლდა ფაქტია და გვაჩვენეს მეორე ტაიმში რაც შეეხება მართალი აბსოლუტურად ლევანი რომ გოლები არ არის თავარი ნუ ცუდია რა თქმა უნდა მაგრამ გოლების გარეშე პირველ ტაიმში საერთოდ დადიოდნენ აი გოლს რო გაუშვებ პირველს ხო
უნდა შემოატრიალო ეცადომა არაფერი მცდელობა არ იყო მეორეც გაუშვით მესამეც და მე ალბათ ისინი გაჩერდნენ თან მოთამაშეც ხო გაუძევეს და მაგანაც მოხდება და ეხა ერთი კაცით რო გაეგდოთ იმათ შეიძლება პრედამთავრებულიყო მაგრამ ეგრე არ არის სამწუხაროდ ფეხბურთი და რაც შეეხება ბულგარეთთან თამაშს ძალიან სუსტია ბულგარეთი აი ლუქსემბურგია რომელიც აი საერთოდ არავით არ ჩვენთან ისე მაგრა ჩამოვიდა რომ გაგვიჭირდა რა ფაქტიურად იმ ფინალში გასვლა პლეიოფში რო გავედით აქ ბულგარეთთან პრობლემა არ ყოფილა რა აი რო გდომოდა 4 დრონის მოგება წინასწარ გვეწოდი რომ იმიტომ რომ ჩვენზე უარესია ხო ესეთი სუსტი ბულგარეთიც იშვიათია კი იმაზე სუსტია წინა ციკლში რო გქონდა იქაც რომ მოუგე და აქაც აქ ვერ მოუგე რაც შეეხება თურქეთს და ერთი მხრივ კარგია რომ თურქეთი წინ არ გაიქცა და მე შეიძლება თეორიულად იფიქრო რაღაცა ხერხებით მაგრამ მეორე მხრივ ესპანეთმა გვაჩვენა რომ ძალიან უნდა გვეშინოდეს იქა ან ესეთი კონცენტრაციით არ უნდა გავიდეთ იქა აი როგორც გვითამაშე წავაგებთ მაგრამ აქ ეხლა წინასწარ იცი რომ უნდა წააგო და იქნება ძალიან არ წააგო ესეთი იმით არ უნდა გაყვიდე და თან ბურთების შეფარდება არის პირველი ფაქტორი ერთნაირ ქულებზე ხო ნუ იქ 1-0 მაინც რომ მოვიგოთ ჩვენ მე უკვე რაღაც კარგი მაშინ მივდივართ მაგრამ იქ როგორ წავაგებთ ჩვენ ხო არ ვიცი ჯერ ესპანეთში. ისე თურქებსაც იქ როგორ მოლდოვასაც არ ეგონა რომ გუნდი ყავდა და ჩავიდა და ჰალანდმა თუ მამამისის, დედამისის და ყველას გასატანებული გაიტანა ერთ თამაში. თვითონაც ხო ეგრე პენალი არ დაარტყა. ჰონდურასთან მაგაც დაიჭერეს ეგრე. არა, მაგან ხო მაგი დაიწყო პირველად სად გავიგეთ ეს სოფლიო ჩემპიონატი. ხო, ჰონდურასთან ახალგაზრდა ჩემპიონატზე 100 გოლი თუ რაღაცა და ჰალანდზე უარესის მეორე თვათ შემოვიდა და 10 წუთი იყო მოედანზე და 4 გოლი შეაგდო. აი ეს მარტო კონცენტრაცია შეკითხვა მაქვს ეხლა ტაქტიკაზე არის ბევრი საუბარი რომ 5 მცველი ხო აი მე მაგის ევროპის ჩემპიონატზე მაგალითად თურქეთთან ვითამაშეთ 5 მცველით 3 ცენტრალური კიტე იქაც არ ყავდა ჩაკვე ყავდა მაგრამ იქ მექვავიშვილი იყო და ეს 3 მცველი საშუალებას აძლევს რომ აი ფლანგზე თქვენ რომ ბძანეთ რომ ვერ ეხმარებოდა ხვიჩას იმდენად დატვირთული არ არის 3 ცენტრალური მცველი რო ყავს ფლანგი უფრო ფლანგელია და არა გინდა თუ არა მცველი ორივე ფლანგზე და შესაბამისად ბევრი ანუ ტენდენცია არის ანიოლის ესეთი რომ თუ ფეხბურთელი აკლია თლიანად ტაქტიკას სვრის ანუ კონკრეტულად ფეხბურთელს კი არა ჩვენ გქონდა იგივე ესპანეთთანაც დანაკლისი კოჩორაშვილი თუ მიგგვაქვს და კოჩორაშვილის გამო თლიანად ტაქტიკა იცვლებოდა და მე შედეგი საშინელი ხო ანუ აი ესე გინდა თუ არა ჩვენ მაინც 4 მცველი და ეხლა კი შეცდომა ნუ თქვათ ეხლა რომ კაშია გამოვიდა მთავარი დამნაშავე გოლების მაგრამ თელ ტვირთს რომ დაადებ ერთ ადამიანს რომელიც ეხლა კარიერის დამთავრებისკენ არის ხო ხდება ხო ეგეთი რაღაცეები ხა შეიძლება 3 ცენტრალური მცველით იმ კაშიას ეხლა პირველ გოლზეც მეორე თავით რომ თურქებმაც აღნიშნეს თამაშის წინ თუ წავიკითხეთ ვინც ნახეთ ინტერვიუ თქვეს რომ საკმაოდ შენელებული ცენტრალური ზონა აქვს დაცვაში ეხლა ამას ხედავდა თურქეთი და ხედავს თელი სოფლიო და ხედავთ ჩვენს და მე ხა რა თქმა უნდა მოიცა ერთ რამეს გეტყვი რა ეს ყველაფერი გავიგე მე ჯერ ერთი მინდა ლაშას დავეთახმო აუცილებლად და შენს კითხე ეთახმები თუ არა ეთახმები რაღაცაზე ხო და მაგრამ მეც გეტყვი ჩემ მოსაზრებით. კი ბატონო. მეც ვფიქრობ რომ პირველი შეცდომა იყო თურქეთთან ტაქტიკის შეცვლა და 5 მცველი ჩვენ არ ვართ ის გუნდი რომელსაც აქვს 100 ტაქტიკური მონახაზი და ყავს შემსრულებლები რომლებიც ერთნაირად კარგად თამაშობენ. ასე მე გადააწყობ ძნელი ეტყვის ახლა გადადის სხვა ტაქტიკაზე და იმასაც ისევე კარგად შეასრულებენ. არ არის ახლა თავის მოტყუება ასე ფეხბურთში ვინმე ელემენტარულად ვინც ერკვევა და უყურებს ამ თქვათ შეხვედრებს მისთვის ეს არ არის რაღაცა სიახლე განსაკუთრებული. რაც შეეხება კაშიას უყურე გავიგე რომ მე არც მე არა ვარ კმაყოფილი იმითი რომ იქ მესამე ბურთი განსაკუთრებით ჩააბარა თქვათ მეტოქეს. შეფასებები ნახეთ.
ვისი და ხა კაშიას კაშიას ყველაზე მაღალი შეფასებაა კაშიას ყველა ინტერნეტ გამოცემის მიერ და იმაში დაცვის ხაზში 4 მსველი ხო გადავით 4 მსველზე ყველაზე მაღალი შეფასება აქვს კაშიას თუ ეთახმები? ვეთახმები არ ვეთახმები ეგ სხვა თემა არა ანუ მე რას ვამბობ ვიცი რომ ვიღაცა სხვა უყურებს ამ თამაშებს არა არ არის ესე რომ მთელი საფეხბურთო საზოგადოება საერთაშორისო ამ შემთხვევაში ხო იზიარებდეს იმას რომ ყველაფერი უნდა ჩამოკიდდეს ახლა მანდამაინც არა ჩამოკიდებით რა თქმა უნდა ასაკს რაც შეეხება ასევე მინდა გითხრათ რომ ოტამენდია ეგერ მსოფლიო ჩემპიონი 37 წლის არის და მაშინ რა ქვია დღემდე თამაშობს არგენტინის ნაკრებში და რომელსაც ხა ჩვენზე მეტი არჩევანი ნამდვილად აქვს მაშინ რა ქვია და მაინც ყავს უკეთესი ესენი რა ქვია ცენტრალური მსვლელები ახალგაზრდა ვინც შეგიძლია რომ დააყენო კაშიას საგზერ მითხარით და მე ხმას არ მოვიღებ ვინ არის უკეთესი ვინ შეგიძლია რომ ხვალ დააყენო და არ გეშინოდეს თქვათ იმისი რა ქვია იცი რა ხვალ თუ საზონოვი 2 წელიწადი არ უთამაში არსად მე ძალიან ხომაგობ მე მაგალითად ხომაგობ და მინდა რომ ვხედავ სამომავლო ცენტრალურ წყვილს გოგლიჩის და საზონოვის შემადგენლობით რაც უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა იმაში რა ქვია ლოჩოს კარგია მაგრამ ლოჩოს შეგიძლია იქაც გამოიყენო და საზონოს ახლა გვერდზე არ ვიცი ახლა რამდენი კარგად თამაშობს იმ ახალგაზრდა სოფლიო ჩემპიონატზე მშვენიერი იყო მაგრამ ნუ კაც არ უთამაშია 2 წელიწადი რაღაც ფატალური უიღბლობა ხან დამტრეულია ხან საბუთებს არ აძლევენ ხან ვერ გადადის ერთი გუნდა მეორეში და არ უთამაშია არსად გარდაცმული ხართ რომ და პლუს კიდე ხა ჩვენზე არანაკლები გუნდი ყავს. არანაკლები კი არა, ჩვენზე ძლიერი გუნდი ყავს იმას რა ქვია, თურქეთს. რა არანაკლები? არჩევანი აქვს, იმას რა ქვია, თითო ადგილზე ყავს სამსამი ფეხბურთელი, რომლებიც თამაშობენ იმაში რა ქვია, მადრიდის რეალში და იუვენტუსში. ეხა ჩვენ ის გაგვიხარდა რომ ტაბატაძე გადავიდა მეორე ლიგაში, იმისი რა ქვია, ესპანეთის და მართლა და გვექნება ამაზე საუბარი და მე ვფიქრობ რომ უახლოეს მომავალში ამ საუცებად ყურადღება უნდა მივაქციოთ მაგრამ უთამაშებელია ყველა ერთად ვიყავით მე და შენ იმაზე რა ქვია სუპერთასზე კარგად ითამაშა კვარაცხელია მის რა ქვია სუპერთასის მატჩი დააკენა მარჯვენა ფრთაზე რატომღაც გაუგებარია იქ ხან რაღაცა მოარული ხმებია თუმცა მე არ ვიზიარებ ამის თორემ მე ყოველდღე ვკითხულობ ესპანურ და ფრანგულ პრესას ამით იწყება ჩემი დღე და იქ არსად არ მინახავს მე რომ ანდრე მადრიდის რეალში გადაწყვეტილია მისი წასვლა და იქ და ეკიპს უყურებ დილაობით და თავისი არქი აქვს იმათ რა ქვია YouTube-ზე არა რაღაც რუსულ საიტებზე იწება არა რაღაც სულელებს ვიღაც იდიოტები და ამას მე აქ იმეორებს ვიღაცა რა არაფერი მსგავსი ასეთი იქ რა ქვია კონფლიქტური სიტუაციები იქ არ არის ხა წაკინკლავება იმაზე რა ქვია ვარჯიზე ზახშირად ხდება ყველა გუნდში და იქვე მთავრდება და აქედან ახლა ის რა ქვია ის არ უნდა ბუზიდან სპილო არ უნდა ის ქნათ რა ქვია გავაკეთოთ მაგრამ რას ვამბობ ფაქტია რომ გამოტოვა თამაში იქ ვერ ითამაშა აქ არ ათამაშეს ის მამარდაშვილის ის სკამზე როგორ გონია თქვენ მიქაუტაძეს რომელსაც ბურთის არ მეუღია პირველ შეხვედრაში ხო არ ახსოვს აიაქსში მისი გადასვლის ესენი რა ქვია პერიპეტიები ეს ზუსტად ასეთივე ზარზე იმით გაუშვეს იმაში რა ქვია ჰოლანდიაში და აგერ ქონდა ჰოლანდიის ჩემპიონატი და მე უფრო მეტი მაქვს რა თამაშები იმ წელს ვიდრე მას იმაში აიაქსში ხო ანუ მე დარწმუნებული ვარ რომ ის ვილარიალში ძალიან კარგ სეზონს ჩაატარებს და ძალიან მოერგება ამ გუნდს მაგრამ როგორ შეიძლება ფსიქოლოგიურად არ ფიქრობდეს და არ ახსოვდეს რომ ისევ ახალ ის ძალიან კარგია საფრანგეთის ამ ფრანგულ ენოვან გარემოში, როცა იყო იგივე ბელგიაში, სადაც თამაშობდა, იქაც იმიტომ იყო თევზის წყალში, რომ ფრანგულ ენოვანია ეს. და ეხლა ესპანეთში მიდის, სადაც ახალია იმედი მაქვს, რომ თვითონაც გაზრდილია და უკეთესი იქნება, მაგრამ არ შეიძლება ისიც არ ფიქრობდეს იმაზე, რომ ახალ გარემოში მოუწევს თამაში ახალ პარტნიორებთან. იქ ქოჩორაშვილი თუ არ დაიმტრა ვინმე მეორე ტაიმში შემოყავთ პირველ ტაიმში აგერ ერთხელ თამაში ისიც იმიტომ რომ დაიმტრა სპორტინგის ფეხბურთელი გვაქვს აგერ ჩვენ ეს მატჩები
პლუს კიდე ეს ორი უთამაშებელი კაცი, ხო? და ამ ვითარებაში არ ვიცი მე 5 მცველზე რატო უნდა გვეთქვა უარი და რატო უნდა გვეთამაშა თურქეთთან ასე მე არ ვიცი და იმაში აბსოლუტურად ესე ყველა თამაში მეორე გოლი მესამე გოლი როც გაუშვით 51 წუთზე 12 წუთზე ანუ მეორე ტაიმის დებიუტში ძალიან გვიან და ძნელად შედის გუნდი თამაში ეს არ შეიძლება ხა ამაზე მსნელი არ ფიქრობდეს ბულგარეთი კი სუსტია, მეც გეთანხმებით აბსოლუტურად. ეხლა მთლად ესეთი წაწაღებული არ ვიცი ამდენად არის თუ არ არის, გამოჩნდება ეგ, იმიტომ რომ მე მაინც გონია რომ ბულგარეთი რაღაცა თურქეთთან და ჩვენთან წააგო და ესპანეთთან. არა, კიდე მე არა აქ სათამაშო არ შენთან თურქეთთან და იმასთან. დასაწყისში მაგათანაც გადავჭი თავით რომ აუო იმან და ისე აი დაცვის ხაზის პრობლემურ თამაზე საუბრობ, მათთვისაც რთულია მოგეხსენებათ როდესაც მეკარე ისე ყოჩაღად და ისე საიმედოდ ვერ დგას, რასაც მიჩეული ვარ ჩვენ მამარდაშვილისგან და ის მართლა სოფლიო კლასის მეკარეა, მაგრამ ნუ ძალიან მნიშვნელოვანია, ცხადია სამწვრთნელო ასე თქვა მითითებები მას მიღებული ქონდა და რაც შეეხება თვითონ ვარჯიშებზე დატვირთვას დარწმუნებული ვარ ლივერპულში ამას არ დააკლებენ, მაგრამ დიდ მოედანზე როდესაც გამოდიხარ, პირდაპირ გოლში რომელიმე გოლში დადანაშაულება ალბათ არ იქნება სწორი, თუმცა აი ორი მომენტი იყო ერთი საერთოდ როაც და ეს ბურთს ეს პირდაპირ იწევს რა თქმა უნდა აი თქო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აი დაურწმუნებლობას რომელიც სულ ზედმეტი იყო მაშინ როდესაც გადაეწყო ტაქტიკა და მე ესე მახსოვს სანიოლის შეფასებისგან თვითონ რასაც მის ინტერვიუსგან რომ ამბობდა რომ აი როდესაც უფრო მოვძლიერდებით მაშინ უნდა გადავიდეთ 4 წელზე და მართლა არ იყო ახლა ის პერიოდი. შესაძლოა 5 წლის შემთხვევაში ხო, ანუ აი იმაზე უკეთო მით უმეტეს როცა გაკლიური ფეხბურთელი როცა უთამაშებელი ხარ და ეს რაც ჩვენ ვსაუბრობთ ეს მისთვის ცნობილი იყო და მაგრამ მე ჩემთვის მაინც იმედის მომცემია, მე შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტურად უყურებ ამ შემთხვევაში, მაგრამ წინა ფორმაციის ნაკრები ხმად ვარ დარწმუნებული 3-0-ის მერე აუცილებლად გატყდება. წააგებდა 6-0. ხაბარა და ესე რომ გამოვიდნენ და აი თითქმის გავათანაბრეთ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეგრეთ წოდებული რემონტადა, ინაღამ შედგა ზურიკოს რომ ცოტა კარგად მოჯენოდა, სხვა შორის ცალსახად უნდა ვთქვა რომ მე მაგალითად ამ ორი მატჩის ჯამურად თუ ვიტყვით, ზურიკო არის ჩემთვის ნომერი პირველი ფეხბურთელი და აბსოლუტურად ვიზიარებ იმას, რომ კვარა უნდა იყოს ამ გუნდის კაპიტანი, იმიტომ რომ ქარიზმატული ლიდერი და მოუხდა, ისე ითამაშა და ისეთი შემართება ქონდა იგივე დაცვაში, რასაც მიგვაჩვია პარი სენ-ჟერმენში თამაშს, ცენტრში თუ გახსოვთ ბულგარეთთან ჩამოვარდნა და ხო ვარდნაში ბურთი წაიღო, გამახსენა ის ფინალი, რომელიც ვთქვათ ეგერ სტადიონზე ვნახე. არ ვიცი ხა მამარდაშვილიც სპორტული კუთხით ძალიან დასაფასებელი რომ წავიდა და შევიდა ამ დიდ ბრძოლაში და თითქმის წაგებულში თავიდან, მაგრამ ასე იყო ვილარეალშიც იმაში ვალენსიაში რომ მივიდა და მე-6 მეკარედ იყო და ორ თვეში პირველი მეკარე იყო. ასე რომ სპორტში ესეთი რამეები ხდება და რა თქმა უნდა დასაფასებელია. ფიქრობ რომ თამაში გადაგვარჩენა ერთი ისეთი ბურთი აიღო თავიდან რომ მაგრამ მე სხვა რამესაც ხა ეს სასაყვედუროდ კი არა მამარდაშვილის პირიქით საქებრად ვიტყვი. ეგრო სათამაშო პრაქტიკა ქონდა ვალენსიაში დარჩენილი და თამაშები, ნათამაშები ქონდა იმ სამი ბურთიდან მე მგონი ერთ-ორს აიღებდა რა. იმიტომ რომ აუღია. ეხლა გვაქვს ჩვენ სხვა ჩოს ეხლა არის ჩვენ ეთერში ლა ლიგამ დადო უყურე 12 წუთ ნახევრიანი ეს არის რა ქვია კრებული არის მისი სეივების. ეხლა შენ ტელევიზიაში დაბადებული ადამიანი ხარ და იცი რომ ფორმატი სატელევიზიო არის 4 52 წუთი იძლება 1 საათად 45 არის საათნახევარი ეს რა ქვია 26 წუთი არის 30 წუთი რეკლამა არის დანარჩენი ემატება 4 6 8 წუთი შესაბამისად საათის დამრგვალებამდე და 13 წუთი არის სატელევიზიო ერთი გადაცემა ფაქტიურად მიუძღვნეს მის გოლს. წასული უკვე. ეხლა დადეს, ანუ გუშინ წინ. ლივერპულში გადასულგან. და უნდა ნახო რა სეივებია. ანუ ჩვენ გადის ეს ეთერში და მაყურებელი იხილავს. მე რო წავიდე, შემდეგ რო წავყვე,
კიტეიშვილი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი ვარსკვლავი არის კვარაცხელია, ფანტაზისტა არის ჩაკვეტაძე, ბომბარდირი არის მიქაუტაძე, კიტეიშვილი მათზე ნაკლები პერსონა ჩვენი ნაკრებისთვის არის. ის არის ხერხემალი ჩვენი გუნდის და მისი არ ყოფნა იქ ევროპაზეც როგორ დაგვეტყო. ნახე და იმ ესპანეთთანაც ტრავმირებული რო იყო და იქ ფეხი იტკინა იმ მომენტში გოლი რო გაგვდის, გვახსოვს როგორ დაგვიჯდა, თორე ჯანმრთელი კიტეიშვილი იმ მომენტს ალბათ გადაარჩენდა. ამიტომ ეს ფაქტორი არის. გადათან ძალიან კარგ ფორმაში იყო ხა, იმიტომ რომ სტურმში დაიწყო ისე სეზონი, რომ ყველა თამაში გოლი გაქონდა. ეს არის მთავარი ფაქტორი, მე ვფიქრობ და რაც შეეხება ასაკს და ოტამენდის და კაშიას, მე ძალიან მიყვარს კაშია, ჯერ კიდევ მაშინ როცა სუპატარა ბიჭი იყო, იქიდან მახსოვს აკადემიიდან, მისი ძმაც ჩემი მეგობარია და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. უბრალოდ ასაკი ზოგი 37 წლამდე თამაშობს, ზოგი 32-მდე და ზოგი კარგ დონეზე ვიძახი, ხო და მე იმას კი არ ვამბობ, პირიქით ძალიან დიდი მადლობა მუხლის მოდრეკით და პატივისცემით ჩვენი კაპიტანისადმი, მაგრამ მასე ჩივაძე რომ მიყვარდა მე ცელებში, ქართველებში ეგრე არავინ არ მყარებია და შეიძლება ფეხბურთელებშიც ჩვენი პროფესორი, მაგრამ შვედეთთან ნაკრების თამაში მახსოვს თბილისში იყო, ხო ის თამაში ისეთი შეცდომები მოუვიდა, რომ სხვა შეიძლება ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო, მაგრამ ჩივაძემ რომ ნახა რომ ესეთი შეცდომები მოუვიდა, მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელმაც ბევრს გული დაგწყვიტა, მაგრამ როგორც პროფესორი იყო, ისეთი გადაწყვეტილებაც იყო მისაღები და მიიღო. ანუ გასაგებია რომ ყველაფერზე გული დაგწყვეტება, ტოტი რომ მიდის ფეხბურთიდან მთელი იტალია და რომი რომ ბღავის ეს ჟურნალისტების გულის, მაგრამ ხო უნდა დადგეს ხანდახან ეგ მომენტი, რომ ცოტა ვიტიროთ და ცოტა გული დაგწყვეტს და არა ის რომ მივიდეთ იქამდე, რომ მე ველოდებოდეთ ეს გადაწყვეტილება როდის მოხდება. მე ვფიქრობ, რომ გურამ კაშია იდეალური იქნებოდა ევროპის ჩემპიონატის მერე გაგვეცილებინა დიდი პატივით ნაკრებიდან გულისხმობ. ნუ მოხდა ასე იყოს კი ბატონო, კი არ ძრახა, უბრალოდ გეთაყვებით რომ ყველაფერი მას არ უნდა ჩამოვკიდოთ, მაგრამ რაღაც დოზებით არ უნდა გავექცეთ იმასაც რომ ეს რეალობას არ უნდა გავექცეთ, გადაასაკარბის არავინ. პირველ გოლზეც მისი. რაც შეეხება მარტო ის არის, ორი კაცი იყო იქ აფხაზი. კი, ეხლა რაც შეეხება კიდევ იმას, რომ ვინ ყავს უკეთესიან, შეგვეშინდება თუ არა სხვა რო დავაყენოთ. ყოველთვის არის ეგ საშიშროება, რომ ვიღაცა ახალი თუ არ დააყენე და არ შეგეშინდა, იმისგან არ გაიზრდება, რომ იკერ კასილიასი არ შეეშინდა 17 წლის კარში რო დააყენეს, მაგრამ სოფლიო დონის საუკეთესოებში შევიდა და ხო არ შეეშინდათ არა. კი, მაგრამ იცი რა, იკერ კასილიასის მადრიდის რეალია და იმან არ გააგდო იკერ კასილიასი, თორე თბილისში რო ის გოლი გაეშვა, რაც ელბერმა გაუტანა, მაგას მოვიდნენ ცენტრიდან. მაგის დუხი არ იქნებოდა იმაში, რა ქვია. მესმის რისკებთან ციფის გვირაბს ვერ მიასწრებდა იქ საქართველოში. კი ბატონო, რისკები არის ასე დროს ყოველთვის, მაგრამ ეს რისკები გასაწევია და მე ვფიქრობ, რომ მწვრთნელი იმისე, რომ ხანდახან რაღაცები უნდა გარისხოს. რაც შეეხება სანიოლის ტაქტიკას აკრიტიკებთ აქ, ჩვენთვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი საქართველოს ნაკრების ისტორიაში სწორედ ეს კაცი აღმოჩნდა და ოქროს ასოები ჩაუწერეთ, ორდენი, საპატიო მოქალაქე, ყველაფერი მივანიჭეთ და დამსახურებულად და რა ვიცი, ვისაც შეხვდება და როდესაც შეხვდება ჩვენ ქვეყანაში იქნება თუ სხვაგან ყოველთვის მოწიწებით და პატივისცემით მესალმე, მაგრამ ეხლა იმას ვერ ვიტყვი, რომ იცი სანიოლი არის ყველაზე უფრო დიდი სტრატეგი და ყველაზე უფრო ძლიერი მწვრთნელი. არ ველი მე მისგან რომ ყველა მწვრთნელს ჭუაში აჯობებს და რაღაც დროს დადგება ის მომენტიც მე ვიცი რომ ჩვენ ყველანი ვიტყვით რომ ჩვენი ნაკრები გაიზარდა სანიოლისთვის და ეხლა ჩვენს ნაკრებს რომელსაც უფრო შეიძლება მეტი მიზნები და მეტი ამბიციები გააჩნია, უფრო მაღალ კვალიფიციური მწვრთნელი დაჭირდება და ნურც ამაზე შევხვდით ტრაგედიას, იმიტომ რომ ეხლა გირუსავით 53 წელი ხوار გვეყოლება, შევეგუოთ იმას რომ ადრე თუ გვიან და ეს დრო ნელ-ნელა ახლოვდება სხვა უფრო მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელის დაგჭირდება. მე პირადად მაგაზე ვარ ეხლა და კონტრაქტი რო გაუგზელეს 4 წლით ევროპის მერე, ხო? დაახლოებით ჩემი აზრი იყო ესეთი, რომ 2+2 თუ მაინც 4 წელი უნდა დაგვედო კონტრაქტი, იმიტომ რომ 2 წლის შემდეგ აი კიდე 1 წელი რო გავა. ანუ ერთა ლიგაზე ცუდი შედეგი ქონდა, თქვათ ესეც. ამ ჯგუფშიც თუ ცუდი შედეგი გვექნება
ეს 2 წელი ხო გავიდა, ანუ 2 თან ახლა წელიწადში მეორე გაქვს ჯგუფში ხო, ვარ. 2 წელიწადში გაქვს ცუდი შედეგი, ხო? ეხლა კიდე 2 წელი უკვე აი ამ პერიოდში ხა ამ ჯგუფის დამთავრების შემდეგ შეიძლება უკვე გვეფიქრა რომ გავაგზავნებ თუ არა და ლევანს ვეთანხმები რომ ეს თაობა ეხლა რომელიც ეხლა ჩვენ ყავს ფეხბურთელებს შეიძლება უფრო კვალიფიციურ ცნობილსაც იმსახურებს და თან შერჩევაზე უარსაც არ ამგონია ვინმე გითხრას როცა ესეთი ჯერ სუპერ ვარსკვლავები ყავს აი მე მორაგბეების პრინციპიდან გამოვდივარ ეხლა იმიტომ რომ თავიდან სათამაშო სპორტის სახეობებში ჯერ ყველაზე უფრო წარმატებული რაგბი იყო კლოცორელი მოვიდა და ფაქტიურად იყო განმანათლებელი ჩვენთვის და გვასწავლა ყველაფერი და შეგვიყვანა საერთაშორისო არენაზე და პირველი წარმატებები მის ხელში ქონდა, მაგრამ მერე გამოვიდნენ და თქვენს რომ ამ კონსოლმა გავიზარდეთ ეხა გადავედით მე-7 კლასში, სადაც ის დამრიგებელი 0 ჯგუფიდან რომ მოყვებოდა, ვეღარ გვასწავლის და უნდა და მერე მოვიდეს ახალი, ხო ეგრეა და აი ეს ეტაპები დგება და უნდა გვიხაროდეს. კალათბურთში რა გამოვედით ვიღაცების ეპოქებიდან და გადავდივართ სხვაში და კიდე ვისარგებლოთ ერთად ჩემთხრა და მიულოცოთ კალათბურთელებს. კალათბურთში ვინვისგან გაიზარდა, ეგ არის საკითხავი. კოკოშკოვი წავიდა სოფლიო ჩემპიონი გახდა აქედან და ჩვენ გავიზარდეთ კოკოშკოვისგან. გადავასწარი, ის წავიდა სოფლიო ჩემპიონი გახდა. არა, ესეც ბრაიკოვიჩი ყავდა. ორი სარი რა ქვია. სლოვენია როგორ ხდება? სლოვენია გახდა ევროპის ჩემპიონი. გერმანიის უცნელი ჩვენთან მუშაობდა ცოტა ხანი. ხო? ხო და მაგას გავარეთ ის მემში ფინალში გავიდა. იმან მოიგოს. გავიში არც ეხლანდელს ემდური მაინდამაინც რო არ მოგატყუოთ და არ ზუროსი იყო ცუდი. არა, ხო, ზუროსს თქვენს რო ზუროსი გავია. პირველ რიგში ეხლა ფეხბურთი გაცილებით წინ არის ეხლა ვიდრე კალათბურთი. იმიტომ რომ ფეხბურთში აი დაცვაზე თამაშობთ აბსოლუტურად გეთახმებით 5 დამცველიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თუ 4 საყენებ კი მაინც უნდა თქვა რომ აზაროვი ძალიან კარგია, მაგრამ ამ თამაშში საერთოდ ვერ დაეხმარა კვარაცხელიას მაგალითად. დაცვაში ვერ დაეხმარა. ლოჩიშვილი ის სადაც არ უნდა დააყენო. ცდილობს ისიც გაკეთდა ლოჩიშვილი არის ცენტრალური მცველი ბავშვობიდან გაზრდილი. ის სანიოლის ის იყო, რა ქვია, ექსპერიმენტი და გაამართლა. ევროპაზე რომ მარცხნიდან დააყენა, თორე ლოჩიშვილი არ არის მარცხნიდან. აქ ეხლა არ აქვს კიდეიშვილი ვიღაცა, მაგრამ ნუ წვნელი ბრალია რაღაცა ვერ დააყენა და კალათბურთში ის წვნელი კიდე ისეთი ყოფილიყო, კიდე ისეთი 4 კალათბურთელი იყო ნებისმიერ გუნდის 8-9 კალათბურთელს ვეთამაშებოდით. 4-4 ითამაშა. იმანაც ხო კარგი მწვრთნელი ესე იგი რომ მწვრთნელი კი არის კარგი, მაგრამ საერთოდ არ არის მომავალი. აქ საქართველოს ჩემპიონატი არ ვარგა ფეხბურთში, მაგრამ ვეღაცეები ახლა დაბადაზე მიდიან და იმედი გვაქვს რომ ძალიან კარგია ხუჩას დასვლა გახსნა რა ეს პანჯარა ევროპაში და ძალიან მაგარი რაღაცები ხდება და კაპიტანის ბარემ მაგალითად ვიტყვი აუცილებლად როგორც იქ თორნიკი არის და თორნიკე თუ ითამაშებს კალათბურთს და გუნდის თუ სხვა არის ესე უნდა იყოს ხუჩა მარტო ნაკრებში და მარტო თავისი კლასით კი არ უნდა ითამაშოს კაპიტნის როლი უნდა ითამაშოს რასაც დღეს თუ ცდილობს ხვალ ვეღარც შეეცდება კაშია ადრე თუ გიან სტორი ნაბიჯია მაგრამ კალათბურთი საერთოდ არ არის თაობა არ არის მე მიყურებია საქართველოს ჩემპიონატისთვის არა ეგრე ფეხბურთში რომ ნახო ჩვენ ჩემპიონატი საერთოდ გადასტროვა ეხა კლუბების გამოსვლა შევეხოთ ფინეთში ხა მარკანენმა რაც ითამაში ის ბავშვი რო იყო 18 წლის ბავშვი გადასარევი ურანე კლუბების გამოსვლაზე შემდეგ გადაცემაში შეიძლება ვარაუდობთ რომ ისეთი სტუმრები მოვიყვანოთ რომ ამ თემასაც შევეხოთ ხო მაგრამ ისე მაინც უნდა შევეხოთ იმას რომ ესე იგი ვასწრებთ მარტო ანდორას და სან-მარინოს. არა, მაყურებელს რო არ ეგონოს რომ ეს ხო, იმას შემდეგზე ვიდაბარაკებთ უფრო დაწვრილებით ამ თემაზე და ვისარგებლებ შემდგომი და მე არ ვიცი ახლა კალათბურთის ნაკრებს ამ ისტორიულ შედეგს, იმიტომ რომ საერთოდ ისტორიული შედეგის დაფიქსირება თავად ამ სახელდებაშიც ჩანს რამდენად დიდი და მნიშვნელოვანი იყო და თანაც როდესაც იმდენად კონკურენტული ხარ რომ იმ ფინეთის ნაკრებთანაც არ იყო ის მომენტი რომ ჩვენ წავიდათ იმათ ჩვენ რაღაცები არ წაგვივიდა ანუ უიმედოდ და ის რომ ჩვენ ისე დაგვჩაგრეს რომ აბსოლუტურად არ იყო ისე და გარგამისა როდესაც მოქმედ ევროპის ჩემპიონს და მოქმედ ევროპის ვიცე-ჩემპიონს საფრანგეთს ამარცხე. უსუკეთ ძალიან მაღალ
სათამაშო კლასზე მეტყველებს და მე ასე უიმედოდ არ შევხედავდი და ამ ხელგანსხვებას არ ვიტყოდი კალათბურთზე მე პირადად ძალიან იმედიანად ვარ და რა ახალგაზრდები რო არიან აი მე ასლამდე ხარ თამაშებს კაშიაზე ლაპარაკობდა შერმადენი ნოემბერში უწევს წასვლა და ძალიან იმედი მაქვს რომ თორნიკე კიდევ მოახერხებს დიდი ხნის განმავლობაში იმიტომ რომ მის გვერდით სურსათის ახალგაზრდა თაობა ასეთი ლიდერის გვერდით ხომ არა ნახე შენ ესენი არ იქნებიან 4 კაცი რო ამბობს ესა და ძნელი არ დაეთანხმო ხო ისინი რა ქვია შესაძლოა არ იქნება არც მამუკელაშვილი და არც ვითაძე ხო ეს ყველაზე რთული პოზიციაა ჩვენთვის იმიტომ რომ ფაქტიურად მათმა აი ძალიან მაღალი კლასის თამაშმა განაპირობა ის რომ აი ესეთი დუდა იყო ბოლო თამაში ძალიან კარგი კი მაგრამ ძალიან კარგად გამოიჩინა თავის საერთოდ აი ამ ჩემპიონატის განმავლობაში და კი მოგლეთ ისეთ მე პირადად ისეთი მომყვება დადებითი კი ეიფორია არა მე არ მესმის ბიძინა ხა ისეთი ხალხიც არის და სოციალურ ქსელებში წააწყდები რომ აი ფინეთთან წაგების მერე ძალიანად უკმაყოფილოები არის ძალიანად იმ თამაში ყველას გვეწყინა ხა იმიტომ რომ როცა მეოთხე ფინალში ხარ და ფინეთი ხდება მოგება კიდე ეგ რომელი ფენომენია ხო იცი რომ მომხომე ხშირად რომ ბრინჯაოს მედალოსანიო გასლებთ მაყოფილები და ვერცხლის იმა წააგო პირად აბა მოიგო ეს ემოციური ფაქტორი არა და სინჯი არის ისე რა ქვია და 8 გუნდში გავედით ხალხო რას ვერ გავიგეთ და პლეიოფში იცი ჯგუფში რომ მოუგეთ ესპანეთს და ევროპის ჩემპიონს კი გამიხარდა და ყველაფერი მაგრამ ეხა ფასით პლეიოფში რო გააგდებ საფრანგეთს ხო ეს ყოველი ჯგუფში შეიძლება არ განეწყო იქ ეგონა ქულებს დავაგროვებ მერე გავალ რაღაცა ხდება ხოლმე და ფეხბურთში ეგერ არგენტინამ იმასთან წააგო სოფლიო ჩემპიონი მომავალმა მე რასაც არაბეთ ხო და მე რასაც ვიტყოდი ორი ნაკრები იყო რომელსაც ყველანაირად ცდილობდნენ ვისაც ასახელებდნენ ყველაზე ხშირად რომ აი ამაზე არ გავიდეთ სხვა მეტოქეები ეს იყო სერბეთი და საფრანგეთი ეს იყო საფრანგეთი ო და ის საფრანგეთი გამოვაგდეთ თანა ესე დამაჯერებლად. და ის სერბეთი ფინეთმა გამოვაგდო, ვინც მე ჩვენ მოგვიგო. ამაში ესაქმე და კიდე გასმარიც ის ფინეთი. ის სერბეთი მე ჩემპიონობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი. მე დავაზუსტებ თუ შეიძლება რა თქმა უნდა უდიდესი წარმატება მე მგონი საფრანგეთთან თამაში საქართველოს ნაკრების ისტორიაში იყო საუკეთესო ალბათ და ნუ რაღაცას ხოლმე შეადარდა ახლოსაც არავინ არ არის მაგრამ მე ვამბობ იმაზე რომ 4 კაცი ბოდიში მე ვიტყვი რომ ნიშნულობით სათამაშო სპორტის სახეობებში ნიშნულობით სანაკრებო დონეზე საფრანგეთთან მოგება კალათბურთელების მე მგონი ნომერ პირველი გამარჯვებაა. ყველაზე დიდი რომელი უფრო დიდი გამარჯვება ჯუდოს ნაკრები რო არა მე გუნდურსაკრებს ეხა ის ჯუდოს სოფლიო ჩემპიონობა შეუდარებელია მაგრამ მე რას ვამბობ აი თქვა ჩვენ პორტუგალიას კი მოუგეთ ფეხბურთი მაგრამ ხო არ გაგვიგდია იქ სხვადასხვა სპორტში ქონია იყო ყველაზე ალბათში იქნება რაგბიში თუ სადღაც მაგრამ სათამაშო იგივე ფეხბურთში ესპანეთთან ხო გვაქვს მოგებული კიდევ მაგრამ ეს იყო ისეთი მატჩი პლეიოფი რომელმაც გაგვიყვანა მეოთხე ფინალში ზუსტად მაგას ესე იგი უდიდესი წარმატება იყო და როგორ შეიძლება ცუდი თქვა მაგ თუნდაც ცუდაზე ბევრი ამბობს 4 კაცმა ეს შედეგი დადო მაგრამ 4 კაცი კიდე ყოფილიყო ფინალში გავიდოთ ეგ გუნდი რა ისეთ იმას ტრავმა არ ქონა იმას სუყალამ საჯებს ჩამოვარა აგინა იმიტომ მაქსიმუმი გაიღეს რა მაქსიმუმი გაიღეს რა აი ეგრე უნდა იყოს სანამ მესი იყოს უკაპიტანი სანამ მესიმ დაიწყო ხულიგნობა მარადონასავით მანამდე იყო ფორმალური კაპიტანი და ვერაფერს ვერ იგებდა დაიწყო ხულიგნობა და გახდა აი ხვიჩად მაგალითად ინდივიდუალურად რო ხულიგნობს, ოღონ არ უნდა გააგდებინოს თავი. აი ეს გუნდი ითამაშ, სულ აყვება. ეგრე არის კალათბურთის გუნდი და რა შეიძლება რატო ამბობ? სვანაძის გუნდი არის მშვენიერი დუბლ შემადგენლობები რო იყო ხოლმე და მოდია რა, ნახევარი გუნდი. მაგას აი უნდა გადავსულიყო. ყველა ასაკობრივში ვარ ბეში და ვთამაშობ მე-13 და მე-16 ადგილისთვის კალათბურთში. აი ამაზეა ლაპარაკი რა. იქ თითქოს ამბობენ რომ იმაში რა ქვია ამერიკის იმაში ეს რა ქვია სტუდენტურ ლიგაში არის რამდენიმე ქართველი ოთი წავიკითხე ეგ ბეჟანიშვილი იყო იქ ირაკლი მელაშვილი წერდა მაგაზე ხშირად ამახვილებს ამაზე ხოლმე ყურადღება მე არ ვიცი ისინი როგორ არიან იქ არა ვარ ჩახედული ესე მაგრამ
თუ არის ესეთი ხალხი და ამან მიაგნო ალბათ ჯობია რომ ფედერაცია ამას მიაქცევს ყურადღება ხო რაღაცას ეს ახალგაზრდული ძალიან კარგი იქნა გელამ რო ახსენა იმიტომ რომ ჩვენ აქაც რო ჩატარდა მაშინაც წარმატებულად ვითამაშეთ და მერეც შემდეგი გათამაშების დროს ფინალურ ეტაპზე გავედით და ეს ჩვენი რამაზ სვანაძე არის ძალიან დასაფასებელი სპეციალისტი მუშაობს ისე უხმაუროდ რაღაცა კვეთრი დაპირებების, განცხადებების, პრეტენზიების ან მოთხოვნების გარეშე თავისი ჩუმად წყნარად აკეთებს თავის საქმეს და ეს გუნდი თამაშობს თან ერთი და იგივე გუნდი არ ეგონოს ვიღაცას რომ ის გუნდი ყავდა და ეხა იმასაც სხვა გუნდი ყავს და ეხა სხვა გუნდი ყავს მე მიხარია რომ ემთხევა რომ წყალტუბოში იწყებენ ყოველთვის შეკრებას და მეც სულ იქ მიყვარს დასვენება იქ რა ქვია წყალტუბო პლაზაში და იქ იკრიბება გუნდი სულ ერთად ვიწყებთ სეზონს ესე გამოვიდა ლომინაძე ხო იქ ლომინაძე ეხა ნაკლებში რო ეძახიან და შევხვდნენ ეხა ლომინაძეც იყო პორტუგალიაში ხო და ზაურიც იყო და რამაზი და რო შევხვდნენ შენ როგორ გიყვარს წყალტუბო? ხალხი მე სპეციალურად ჩამოვიდი რომ ზაიეცო და ჩვენ რო აქ შევხვდებით ერთმანეთს მიწერე ესენი. ეს პირველი შემთხვევაა, ხო? ცუდი რამე ამისაც. პირველი შემთხვევა რომ ხუთივე ტოპ ლიგაში ყავს ქართველი ფეხბურთელი. აბა არია ეს. რა ვიცი რა. პლაგიატობა ეგ არის და კაც ეცოდინება რაიმონდ პაულსის სიმღერებზე ხა ისეთი ისინი იპოვეს ფაქტიურად სხვის სიმღერები ყველა 20 და 30 წლით ადრე ისეთ ქვეყნებში სადაც ინტერნეტი რო არ შემოსულიყო ვერც გავიგეთ. კაი მაგას მე შევეშოთ და ხო და ამიტომ ეხა სტარტი ვერ იყო მთლად სასიხარო ერთ-ერთი ჩრდილოეთ ირლანდიის და სიგუამ გაიტანა და მე გავგვითანებს მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში როცა გაგვიჭირე იქ ხორვატიაში იყო სათამაშო აქ თბილისში რა ჯგუფი ყავდა ხო მე ვიკრიბავენ ძალებს და ახერხებენ და ეს რატომ ახარებს იცი რომ ეს არ არის ის გუნდი რომ აი ჩამოიშალა იცი რა მაგიჟებს მე ეს ახალგაზრდები ხო არა ხო აქ თამაშობენ ამ საქართველოს ჩემპიონატში ხო ამასაც თამაშობ არა ყველა არა რა თქმა უნდა არა ყველა არ თამაშობს და გავიგე მაგრამ სად იწყებენ ახლა იმას ვარ დაუწყე წყალტუბოში დაიწყო ხო თამაში გვარ დაუწყე პორტუგალიაში ლომინაძეს არა აქ სად თამაშობენ კი არ უნდა იკითხო სად ირიცხებიან იმიტომ რომ ის ახალგაზრდები რომლებიც აქ თბილისში ათამაშეს და მე ეხა შემდეგ წელში ძალიან ბევრი თავისი გუნდის ძირითადში გუნდი რომელიც აგებს უცნობ გუნდთან ევროთასებზე იმის ძირითადში ვერ ხვდება და სამაგეროდ მიდის მე და მანჩესტერის და იმის რა ქვია ლივერპულის ძირითადში მოხვედრილებს უგებს და თვითონ ხდება ხო ეგ იქსალია მიდის იქ იმაში კიდე წავიკითხე ეგ ნიუკასლი ეს რამდენი ფეხბურთელი მიდის აქედან ხო და ხო აქ არიან კაცო ამ იმაში და ამ რაჭის ამას რა ქვია ამ კლუბებს კი მე სვანაძესგანაც გამიგია რომ აი პრობლემა არის რომ უთამაშო რა უნდა აი რომენაძეს რა თამაშებდნენ გონი ეს ანამ წავიდა ვიღაც ლეგიონერს ამჯობინებენ ჩვენი 21 წლამდე 19 წლამდე ნაკლებს მე მგონი ერთ-ერთი მთავარი სისტემური არა 19 წლამდელებსაც რო ამჯობინებენ ტრაგედიაა მაგრამ თქვათ კიდე რაღაც გამართლება არის რომ იცი რა ჩვენთან ჩარჩენილია ეგ აზროვნება რომ 18 წლის არის წელი არ მოწყდეს და რაღაცა იამალ 17 წელი ხო არ ვიცი მე კი არ იმას კი მაგრამ რაღაცა კიდე იტყვი რომ აი ბავშვია ჯერ და რაღაცებს იტყვიან ხოლმე მაგრამ 40 წლის არ არის წლის თუა კაცი ეხა 21 წლის და 21 წლამდე ნაკრებში შენი ქვეყნის და შენ გუნდშია შენ გაზარდე არ ვიტყვი სახელს იტყვიან მე იმ გუნდის ჯინიაკო რაღაც გუნდში არის უკიმერიონში ფოტოშოპში უკიმერიონიც არის გუნდი ხა ვაკეში ვარჯიშობენ და ძალიან კარგი ბიჭები არიან დიდი უკიმერიონი თქვა არის სადღაც და ფეოლა და გაზარდა ხვედელიძე და ეს ხვედელიძე რო გახდა 20 წლის მიიწვეს 21 წლამდელთან ნაკრებში და წავიდა იქ და ჰოლანდიას და პორტუგალიას და ვიღაცას კიდე ხორვატიას მოუგო ის ხალხი თამაშობენ დინამო ზაგრებში და პორტოში და იმაში ბენფიკაში. ეხლა ეს დაბრუნდა უკიმერიონში და ფეოლად სვავს ყამზე. აი ეს ხდება რა. ბიჭო, ათამაშე ეს კაცი რამდენ ნაკრებში არის და ჰა? არ არის ფეოლა მართალი ამ შემთხვევაში. თან კიდე რა არის, იცი? ეს 21 იმ ფეოლას мотиваცია რაც იყო გასაგებია და ამ ჩემპიონებს ისი мотиваცია აქვს, ეგ ამაგებია თორე ის გავიგე ეხლა. 21 წლამდელი მარტო ის კი არის 21 წლამდელია. შეიძლება ეს ფეოლაც რეალურად ეს 21 წლამდელი არის
დიდი ნაკრების ხვალინდელი კი არა, შეიძლება დღევანდელი დღეც არის, ხა ლომინაძე აგერ უკვე გამოიყვანეს და ამიტომ მე მგონი ეს უნდა იყოს ესე რომ აი ლიმიტი ხო არ და იყო საუბარი ჩვენთან ეროვნულ ლიგაში და ასაკობრივი? არა ლეგიონერებზე ლიმიტი არა პირიქით ლიმიტის მომხრევარ მე ალბათ ადგილობრივი აღსაზრდელი იყოს 6-7 ალბათ დასაფიქრებელი ისო პროფესიულ ლიგაზე არის დასაფიქრებელი ისევ რა იმიტომ რომ არა იცი იმიტომ გაუგებარია ამიტომ რა ეხა აგრეთ კანდალი იყო რაღაცა ხო თქვა იქ ბოლო-ბოლო ვინ არის პასუხისმგებელი ვერ გავიგეთ ეხა იქ ფედერაციასა და თქვა იგი ჭიაბრიშვილის შორის ეს რაღაცა მაგასაც გავშალოთ ის შემდეგ გადაცემაში ალბათ იქ ხო ხა ეს პოლემიკები და რაღაცები იყო და ნუ კითხვას პასუხი მაინც ვერ გავიგე ვისია ეს ბრალულობა ცუდი სიტყვა ამ შემთხვევაში მაგრამ ნუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ იმაზე ამ საქართველოს ჩემპიონატზე აბა ვეღარ გავიგე მე ვინც ატარებს ის ეხა რა ხო და ამიტომ ალბათ ჯობია რომ იყოს ისე როგორც არის წამს სოფლიოში რომ არის პროფესიული ლიგა ხო რომელიც ატარებს სერია ატარებს იმას ფედერაცია კი არ ატარებს იმას იტალიის ჩემპიონატს ლა ლიგა იქა და ის არის იპიელია ხო და თვითონ არა ალბათ იმიტომ რომ ვიღაცა უნდა არსებობდეს ეხა იმიტომ რომ აი ხა კაი ეხა ამანაც რომ გაგასწროს რა ქვია სან-მარინო და იმან დიდი ტრაგედია იქნება მე იქ რო ვარ თუ ჩემთვის იგივე ხა სან-მარინო გამასწრებს არა ხო და გავიგე ნუ თრად ბოლო ადგილზე ნუ მე რა უნდა შემოვატრიალო და თქვა რომ პირველ ადგილზე ვარ იქიდან მხრიდან თუ რა უნდა გავაკეთოთ ეხლა ნუ კენჭის რამდე ვარდებიან თუ გუნდები ახლა რაღაცა ის არის რა ქვია სამარცხვინოა უკვე ხო ახლა აი გავიგე რომ შემდეგ გადაცემაში ნუ ვილაპარაკოთ ამაზე მაგრამ ნუ ესე ხო არ შეიძლება რა რომ ვერც ერთი გუნდი ვერავის ვერ უგებდეს ერთადერთი გუნდია თბილისის დინამო ფიფიასი რო ქვია რომ პატრონი ყავს ხანფული ვერ იშოვა ხანისა სულ ვარდება და ხანვისთან დანარჩენი ქუთაისის ტორპედო ქალაქის გუნდია და ექსპერიმენტებს ატარებს. არა, ქუთაისის სპონსორი ყავს, ნიუჟენი ყავს და ვერ პაულობს სპონსორი ყავს, ეთქობა ფეხბურთი რო არ უყურებია. დავით 70000 ქონდაო ხელფასი ბიუჯეტი ისეთია. გავიგე, მაგრამ ინტერვიუში აწერა ბიბლიოთეკაში, თუ პირველად მოვიდა ბიბლიოთეკაში ეს რა ქვია ეს სახო. 2010 წელს აზერბაიჯანში მირომ ისწეს დაავალდებულებს რომ 5000-იანი სტადიონები გაეკეთებინათ თანამედროვე ყველა გუნდისთვის თანაბარ პირობებში ყოფილიყო იქ ადამსი ჩამოიყვანეს არა სტადიონები აქვს ახლა მაგუნდებს ვინც ვარდებიან სტადიონის აი ხა ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს ნაკრები რომ გამოვიდა мотиваცია არ ქონაო და კონცენტრაცია საქართველოს ჩემპიონატი ისე მთავრდება სეზონი თელი რომ კონცენტრაცია საერთოდ არ აქვს არა გარავის რა $500 სამსახურში თუ არა რასაც იღებენ და იმიტომაც მირბიან აქ რო ჩემპიონატი ხა წარმოიდგენ აქ რომ მოდიან იმად აი თქვენ რო იცოდეთ ხო გონი ხო თქვით რომ აი $500 ფიქრობთ ხელფასი ფეხბურთელი 25000 ლარია არის საშუალო ხელფასი აი 25-დან 15 აი ეს დაახლოებით ესე მერყეობს. აი ლიდერ გუნდებში. ეხლა თქვენ მე და ბიზნესს მიყავს ხოლმე სამხრეთ ამერიკიდან რეპორტაჟები და უშათ იგივე სუდამერიკანა იქნება ლიბერტადორესი და იქ ტრანსფერებს ნახურობთ ფეხბურთელების. აი წამყვანი ფეხბურთელების იმ კონტინენტზე და ბოკაში და რივერში. დავანებოთ ბოკა რა შეუძლია ეკვადორული და უშათ ვიღაც კოლუმბიური რომლებიც თამაშობენ ნახევარფინალამდე და იგივე ბოკა გამოაგდეს ჯგუფშიც არ შეუშვეს ისე ეკვადორულმა და იმან პერუგონმა ხო და აი მილიონიც არ ღირს ზოგი აი რო იყიდო და აი დარწმუნებული ვარ ეხლა 25000 ლარზე ლაპარაკობს ეხლა 25000 ლარი 200000 ევრო ღირს ხო მილიონიც არა მილიონიც არა ანუ იცი რა ზიასაუბარი აქ რო ჩამოყავს ლეგიონერები ვიდრე რო ვიტყვი რომ ეს ლეგიონერები რატო ყავს ადგილობრივი ათამაში ხალხს რა გონი იცი უცხოელი არ მიყვარს ან დავიცი რასისტი ვარ ან რაღაც მაგაზე კი არის საქმე აი ეს რასაც ამობს ეგეთი ლეგიონერი 200000-ად როცა შეგილია ჩამოიყვანო და 600000-ად ჩამოყავს გაუგონარი ადამიანი გუგლში რო ჩაწერდა ვინ არის რო ვერ გიწერს გუგლი ეგეთი ხალხი რო ჩამოყავს ნებისმიერი წამოსვლელია იმათთვის ევროპაში ეს არის ტრამპლინი ხა იმდენ არ ჩამოვა ხალხზე და ნახოს და ისწავლოს რა ქვია ამან ასწავლოს ბათუმში ნებისმიერ იბრაგიმოვიჩი იყო ჩამოსული ბათუმში და ნაკრები რო იყო და არ ველოდიო ესეთი ხარისხის ან სტადიონი თუ იქნებოდა ან საერთოდ ქალაქიო ბათუმში
ხო და რა ვიცი შვედეთმა რო იტა იბრაჰიმოვიჩი სამხრეთ ამერიკაში იმას ურუგვაის და ეკვადორს და ეკვადორია ჩვენ რასაც ჩანამ ზუსტად მაგას ხო მაგრამ ურჩევნიათ ვიღაც ისეთი ჩამოიყო ბანგლადეშიდან და მიცეს 30000 евро ხელფასი და უკვე ბრაზილიიდან კაც ჩამოიყვანეს გულს ვერ აჩერებს ხო ჩვენ მაგაზე ბრაზდებით ფული არის 20 შეხება ბრაზილიაში ეგეთი ადამიანი არ მეახურ მე შენ კი იცი შეხე ბრაზილიის კომაგი და მე ჩემწორებაში არ პლიაჟი იყო უკეთეს ფეხბურთელი არა ბიჭო მე ეგეთი ფეხბურთელი ბრაზილიელი გულს ვერ აჩერებს მე არ მინახავს აქ რო იყო იმას ჩოგბურს რო თამაშობდა იმას ხდება ეხა პანდელი თუ რა ქვია მაგას აი ესეთი კედლის ფუნქცია ჰქონდა имас კაც ჩამოიყვანეს 2 მეტრიანი დინამო პირველი ის ვინც იყო როგორ არის საქმე $500 და კი არა აი ეს რო ჩამოყავთ ეს ლეგიონერები საერთოდ და რო არ ჩამოყავთ ის კარგები მე ერთ კითხვას დავსო არ ვამბობ რომ თქვათ მაინდა-მაინც აქ უნდა იყოს ვილარეალის და შტუტგარტის და ვიღაც ცოტა თლათ ტოპებს არ ვამბობ იმ დონის გუნდი შეიძლება არ იყოს მაგრამ აი ბრატისლავას სლოვანის დონის გუნდი საქართველოს რო ყავდეს განა შეუძლებელია სამი უნდა ყავდეს იქაც არა იქაც ისიც იმათ რო ყავთ ქართველები იყვნენ და იმით ყავდათ ანუ თუ კი ისახერხებენ წამყვან ფეხბურთელებად ქართველების მიყვანას და ვაისის მოყვანაც შეიძლება ბოლო-ბოლო აქ არ უყავდა ისე თუ ეგ არის საჭირო ანუ სლოვა ბრატისლავასნაირი გუნდი რომელიც იქნება და ევროპა ლიგაზე გავა და ხან ვიღა ძლიერს მოუგებს ხან იქ გავა ხან აქ გამოვა და გაგვახარებს და ყოველ შემთხვევაში პაიდესთან და ლევადიასთან არ გავარდება თავისუფლად შეიძლება პირველი ტაიმის მერე უგებს შვედეთში ვიყავ ყავდეს თბილისში მაგის ფინანსებიც არის აგვისტოს დასაწყისში ვიყავ შვედეთში რაც ის იყო ვორქშოპი იყო იმისი ჩემპიონთა ლიგის და თქვენს რო საღამოსო ფეხბურთიაო და ხო არ გინდათო წასვლაო და ხა რა თამაშია მეთქი და აიკი თამაშობსო და ვიფიქრე რომ რატომაც არა ხა სტოკჰოლმის გუნდა ვისე თამაშია პაიდეს არ წავედი პაიდეს ანახავთ კი ხა მეთქი ახაც პაიდეს უნდა უყო და 6 თრონს უგებდა თუ 5 თრონს პირველი ტაიმის მერე ის აიკი რომელიც თან არ გააფარდა გაგვაგდო აქ იმედი რა ქვია მაინც შევყევით ამ თემას მაგრამ რა ვქნათ ვადარდებს ეს საკითხი და მე ახლა ესპანეთი მიცხარეთ ესპანეთზე რას ვიღებ ჩვენ უნდა გადავიდეთ ესპანეთზე ხედავ ნახოთ ესპანეთის თამაშები რა ესპანეთის თამაშები და იცი რა მაგ თამაში ხა ბურთის ფლობა იყო 50-50 ეხლა რატო ვამბობ ამას რა ხანდახან თავის გასამართლებლად რომ მოიყვანს ხოლმე ვიღაც იცი რა ბურთი ჩვენ წქოდა რა მეშოლა ბურთი ვინ წქოდა 22 დაუწყეს 11 თუ 21 და 12 კარში და აქედან 6 გოლი გაუტანეს და ბურთი ვის ჰქონდა ეხა ეს ვისაც შეაინტერესებს და რაღაცა სტატისტიკური მონაცემები გაჯეგეს ქვია ამას თავიდანვე მივიდნენ ვერ ვიტყვი რომ ეს ყველა გოლი აუცილებლად კარში წასასვლელი და საგოლე მომენტი იყო მაგრამ ეგ არის ესპანეთია რა კლასი ეგ არის რომ დაუწყეს და გაუტანეს მაშინ გერმანიასაც არ უნდა მოეგო ბრაზილიას ეგრე არ არის რომ მარტო ის უტო არა 1-0-ზე და რაღაცა იფაფყურა იქ ქონდა მომენტები კი არა მერეც ქონდა მომენტები ქონდა ქმნიდნენ ის თურქები მაგრამ ამან ყველაფერი კლასია ხა რასაც შენ ლაპარაკობდი რა მერინო ბიჭო რა ფეხბურთელი გახდა აბა შეხედე აი ამ გოლს ნახე რა დაპასები გაკეთა საჯარიმოში ესპანეთის ერა მოდის ახლა კი და შეიძლება იმაზე ნაკლები დრო არ იყვნენ პიკში როგორც 2000 გელა ჩვენ იმასაკის ხალხი ვართ რომ მოვესწარით იმ პერიოდს და უბრალოდ ძირითადად სუეკ პერიოდი იყო ჩემ ბავშვობაშიც და მერეც რომ სოფლიო ჩემპიონატი რო იწყებოდა მთავარი ფავორიტი იყო ბრაზილია და თუ ვინმე მოუგებდა არ წარმოგვედგინა და რომ მოუგებდა იყო დიდი სენსაცია ესე იყო და ეხლა აი ესეთი ბრაზილია არის ესპანეთი როგორც ვთქვა და სხვათა მაშინ ესპანეთი არ იყო საერთოდ ეგეთი და საოცარი გუნდია და სხვათა შორის სიძლიერე ერთია კიდე ბრაზილია რატომ მოწონდა ხალხს და ნუ არგენტინაც იმიტომ რომ ლამაზად თამაშობს რასაც ესენი აკეთებენ ახლა ვეღაც გუნდები ავიდნენ პიკში მაგრამ ლამაზით არის სიძლიერით ესენი ლამაზად თამაშობენ ხაოსრად თამაშობენ ახლა შეხედე რა საკეთებია მაგით გავაკეთე ეს პარალელი ზუსტად დაესახმებით მეც აბსოლუტურად იმაში რომ ხანული პერიოდში უნდა ველოდოთ მათი მხრიდან კომბინაციას იმიტომ რომ რასაც ხავი ინიესტა უკვე აი მოწიფულასაც შეაკეთებენ ეს პატარა ბიჭები აი უფრო ლაღათ აკეთებენ კი იმათ იმაზე რა ქვია მაგალითზე გაზრდილები ამათ ერთი ძალიან დიდი პლუსი აქვს კიდე რაც ბარსელონა იყო ძალიან მაგარი ბარსელონა და ერთი მინუსი ჰქონდა რომ ესპანელი მესი არ აყავდა ამათ ყავთ
აბა ნუ მომავალი რა მომავალი რა აგერ მეტი მომავალი რა ევროპის ჩემპიონია უკვე და ხო რა იცი რა ბავშვური სიხალისით და სიცელქით აკეთებენ იმ საქმეს რასაც ისინი უკვე რაც ზუსტად ზრასში აგერ ეროვანი არ არის ერთი ლევანდოვსკი ცოტა ხანში ისიც არ დაჭირდება აი ეზოში რო ჩახვიდოდი და დიდ ბიჭებს რო უგებდი რა ფეხბურთზე რო სიამოვნებ და აი ეგრე გამოდიან და უგებენ საოცარი გუნდია საოცარი აქან ეს და მადრიდის რეალიდან ძირითადში არ აყავს ხალხი გან ვინ ნაყავდეს რუდიგერი და ის მარგოლა ადრე პირიქით რო იყო მადრიდის რეალიდან ეგრე ივანს ყავდა და წააგებს ნარი მე ჩემი გამჭირვებია ყველანაირი სილამაზის გოლი გააყოლე რა რო რეალის გულში მატყუა თორე ხა იმდენი კომენტარების წაშლა მოუწევ ჩვენს ადმინს რომ ამ გადაცემას ვინც უყურებს ყველა მეცის რომ მე მადრიდის რეალის გულშემატკივარი ვარ და ვინც არის ის იმან დაწეროს ასუნე ხوار დააყოლებს ესა სადღაც შეხვდა ესეთი მახვილგონული ხუმრობა იყო კომენტარი ეწერა რომ მატჩის დამთავრების შემდეგ თურქები არ გადიოდნენ 6-0-ზე, მეტყვი რომ ეგონათ რომ თამაში ათამდეა რა. არა, ნუ ხო შოქში ჩააგდო ყველა ამ თამაშმა, იმიტომ რომ პირველში თურქებმა რა ხდებოდა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა კიდევ დაწვეს საკონფერენციო დარბაზი. არა, აქ რო გაუკვირდებათ ხოლმე მე როგორ შეიძლება 7-1 კრიტიკას. გაგიჟდე ხო 7-1-ზე რატო გაკრიტიკებდით და გაგიჟდნენ ისინი რა, ნუ არ ჩამოიქცა ცამათთვის და დაინგრა ყველაფერი, ხა არ ელოდნენ ამას ნამდვილად. ხო, მონტელას გაუშვებენ მე მგონი. გაუშვებენ უკვე იმიტომ ჩვენთანაც არ იყო დამოჯერებელი მათი და ბეწვე გადარჩენ ჩვენ კი ეს კარგად რომ ესე ნაბიჯი გავარჩიოთ თლად ესე არ იყო მაგათი ხო იცი ეგეთი 3-0-ის მერე სათუო მატჩი არ უნდა გაეხადა ასეთი ტოტალური ეს არ ქონიათ რა არა რაც დაჭირდა ისი თამაშა რა ამას ვინ აიყვანს ფლანგზე არ ვიცი ვინ უნდა დაუყენო რამდენი უნდა დაუყენო ლოჩაშვილი სხვათა შორის სულაკოლიძე ასე გვიწევს სხვა გზა არ გვაქვს არა მართლა როგორ თამაშობენ შეხედე რა რამდენ ფეხბურთელში იქ გააძრენ ბურთს არა ეხა წაგება არ არის სიცხვილით მაგრამ შეც რო ითამაშებ და გაიზდები იმ თამაშით სალერს არ არის სიცხვილი ამათან წაგება ამოვიოხრენ თუ რა რა გველოდება ხო არა რა გველოდება მე არა მაგ ეგეთი ისა რა არც მე ყველა თამაშებს თვითონ თორმე იგებენ ხო ეგეთი და გარდა ამისა არა მაგარც არ ვიძახი მაგრამ აი მართლაც იმ ფაქტორის გათვალისწინებით რომ ბურთების თანაფარდობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩვენ შემთხვევაში ჩვენ თუ მოვიგებთ მაქსიმალურად ხო აი თქმა უნდა ხათული ხო მაგრამ გეთახმები ხა თურქეთში მოიგო და ბურთების შეფარდებით გავარდე ცუდია ძალიან რა გული დაგწყვეტ ამიტომ ჩვენთვის მოხდა idеალური რაღაცა ამ 6-0-ით და ეხა ნუ არ უნდა გავაუარესოთ ჩვენ მე პირიქით გონია ეგ 6 თურქებთანაც ის 3-2 კაი მოხდა ანუ წაგება ხო მაინც წაგება მაგრამ მინიმალური ანგარიში წაგება ის ძალიან დაგვაწყავდა და აი 6-0-იო ჩვენთვის კაი მოხდა და მე პირიქით გონია რატო იმიტომ რომ თურქებს ეხლა თუ ვინმესთან აქვს ჯავრის აყრელი ჩვენ ვართ მოგების გამოცდილება და თბილისში გენუცალე ბოლო წუთზე არაფრიდან გაშვებული გოლის წაგების ხო აპერესა დაარტყა იმიდან აფია შეფუთული არ იყო ის აწია ესა და დაარტყა იქიდან პრეფიქსირდებოდა ფაქტობრივად როგორ ხავა არისო და რა ითამაშია ფრე მაგათა ბიზინა ეს ნაკრებს შევეხეთ ყველაფერი კარგია მაგრამ შენ გიყვარს რუბრიკა მაგათან გულისხმობ მაგალი კლასის გუნდებთან და თბილისშიც რა ის რა არ დამტრეულიყო დორია არ გასვას თამაში როგორ არ მოხდა გოლს არ უშევდა როგორ არ მოხდა მომისინე ჩვენ ახლა ცალკეულ ფეხბურთელებზე შენ გიგროვებ ხოლმე გოლებს და ერთი რა აღმოაჩენ ხოლმე ვიღაცებს არა მე ახლა აღმოჩენამდე მინდა ერთი კითხვა დავსვა რა აი რიტორიკული ვიცი რა რიტორიკული არ არის სულაც რა ახლა აი გავიგე რომ კაშიაზე ამიტომ 27 მეტრს 32 მეტრის კაცი დღეს ფეხბურთში მე მგონი არ არის ეს რა ქვია ასაკოვანი
მოთამაშე, ხო? იმიტომ რომ ტენდენციით ეს ტენდენცია არის რომ ზოგადადაც საფეხბურთო იმდენი აღდგენებია და პრეპარატებია რომ სპორტის ასაკმა პიკმა ფორმის გაიზარდა. გავიგე მე რომ კონფლიქტი მოხდა და ნათესავმა იმის ნათესავმა ამის ნათესავს თუ ვიღაცას რაღაცა უთხრა და არა. ბიჭო 19 გოლი გაიტანა ამ კაცმა ჩინეთის ჩემპიონატში. 19. ორი ბურთით ასრებს მეორე ადგილზე მყოფ მოთამაშეს. ბოლო 6 თამაში გაიტანა 11 გოლი. გვაქვს ეს გოლები და მე ვთქვი რომ ჩავდა. ბოლოს პოკერი. ხარისხი ნახეთ გოლების რა. ანუ ვაკო ეხა ჩემთვის ყოველთვის ეს ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი, როგორც ნაკრებშიც რო თამაშობდა და არა, გონები, იცი, ესეთი დასაკარგი ფეხბურთელია და უშუალოდ გამოცდილება არ აქვს ნაკრების ევროპაში თამაშის მაღალი კლასის იყო ყოველ. სადაც წავიდე, ბიჭო, ყველგან კარგად თამაშობს. ხო, ანუ აი მაგის გასმე ამერიკაში იყო, აზიაშიც, ევროპაშიც, რავი, სადაც გინდა. ესე იწერება ყაზაიშვილი? მაგაზე ხო, მეგრეც. ჯენურად. ამ თამაში გაიტანა 3 გოლი. 3 და 4. არა, ეს არის პირველი თამაში, საიდანაც ვიწყებთ ამას. აზიის ჩემპიონთა ლიგასაც ვაჩვენებთ ჩვენ არხებს. კი. ალბათ ეს ვერ გავიდა. ეხა ჩინეთის ჩემპიონი რამდენიმე წლის წინ რო იყო, შეიძლება ისეთი აღარ არის. არა, გავიგე, არ ვიცით, მაგრამ იმისი რა ქვია, რუმინეთის მეორე ლიგიდან რო ჩამოყავს ის კაი ჩემპიონატია? ხო. შენია, ლეგიონერი არ დაერქვა არაფერი, მართალია. სხვადასხვა მე გაგახსენებ პერიოდს, როდესაც ლევან შენს უკონდა ბუდუზე აქცენტი და მაშინაც ეგ სკეპსისი იყო რომ არა და ამ დროს გოლები გაქონდა ეს ფაქტორია რა თქმა უნდა რასაც ამბობთ რომ ობიექტური მაჩვენებელია იგივე გველესიანზე იგივე იყო კი რომ აი ირანი და ნატო და ამ დროს ორივემ ის შედეგი აჩვენა რომელსაც მიკაუტაძე როცა სერენში თამაშობდა მაშინ აჩვენებდით მაგის გოლებს მიკაუტაძე ბიზნა მაგუაჩი და ბერიძე აი ნახევრო გინდა თავით, გინდა დასწრებაზე, ბრძოლაში, გამოცდილება, კლასი. ეს რო იყოს, იცი, აქამდე ნაკრებში არ ყოფილა, არ უთამაშია, ევროპაში ნათამაშები არ აქვს, რაღაცა და იცი რა, აღადროს ახლა ამის გამოგონება, იქაც ნათამაშები და რა ვიცი, სამპროცესო მტრები შერიგებულია ერთმანეთთან და ან წვრთნელი საფედერაციის საქმეა. ეხა უყურე რა, აი ამ თამაში გაიტანა 4 გოლი. აი ეხა ნახე აი. იქნება თუ ნაკრებში რაღაცა მორი შერიგება მოახდინოთ და უყურე გოლს გოლ ნახე. ჰოპ. არა ამაზე ხა იმ ყველანაირი გემოვნების გოლს გაიტანა. ეს არის ბოლო 6 თამაში. აი იმაში რა ქვია. თურქეთის ჩემპიონატი, ჩინეთის ჩემპიონატი. ეს პარაშუტი. ეხლა მოიცე ყორბანი ამ დამთავრდა. ნახე ხო რა. ნახე ასე გამეძა. სამი კაცი 10-ია შეხედე ამას ფეხბურთის თავმჯდომარეებია. იაპონელი ყოფილიყო ხარაკერის გაიგეთებდა. სინდისიერი იაპონელი. თავმოყვარე. ხო. ისე სანამ მიკაუტაძე ნაკრებში გამოგახებდნენ და შენ აღმოჩენის პერიოდი იყო და ზუსტად აქვე ჯექი როცა აქვენე აჩვენე გოლი რომ ნახე ბილიარდივით გაიტანა გოლი და ხო ხა ბიჭო იცი რა ეს არის ხა მე უკვე არც ჩემი ნაცავია გამარჯვებითაც არცად არ შეხვედრი ვარ ვაკოს მიუხედავად რა არც ჩემპიონატის გულშემატკივარი იყო და მეცაც გიყვეთ ერედივიზიონსაც კი არ უყურებს კიდე ხო პრინციპულად რა ქვია ვარათაშვილები ერთი ვერსიით ჩინეთთან არიან ჩამოსულები. და შეიძლება ლობისტი ვარ, მაგ ჩინური ლიგის, ახლა შეიძლება რაღაცა შიზოფრენიკმა ეგეც ხო, მაგ თემაზე ადრეს თქვი ეს ჩანაწერი ას გავცელდა, ეს იყო პირადი საუბარი, ხო, სატელეფონო, ანუ მე დაუშვათ გავგზავნე რაღაც ლევანს და ხა პირად საუბრებში ხა კიდევ ერთხელ გავმარჯვე ადრეს თქვი, რომ
ტერმინებსაც ხან ეხა მეგობარს რო ურეკავ ხო ეხა ის რო ეხა ტელევიზიაში აჩვენონ დაუშვათ მე დღეს ჩემ ბავშვობის მაკაც როგორ მოვიკითხე და იმა რა მითხრა და რა ფრაზებით და რაღაცა შეიძლება ორივე დაგვიჭირონ დაუშვათ მაგრამ ეხა ესე გაკიცხონ ხო ნუ რა არის და ეს ჩანაწერი ხო გავცელდა დაუშვათ პირად და კიდევ ერთხელ პირადი ჩანაწერებით არ შეიძლება რაღაცა შენ პირადი საუბრიდან, ანუ ეს ოფიციალური ის ხო არ არის ვერსია და ხო, ნათ ოჯახის ნათესავი დაუშვათ საუბრობ. ხო, რამდენი სურვილის შემთხვევაში ყველაფრის მოგვარება შეიძლება. ამაზე მე ხო ახლა ჩვენ ჩემმა ეს ნაგრებში თავის მოკლედ გადაუღო ვიდეო ხო რა ვიცი ეხა არაფერი ბალბუენას ბენზემა და ტელეფონი საქართველოს თამაშო 17 კაცი ფეხბურთი მე 18 როცა ყავს რატო არ იგივე 19 გოლი გაიტანა 19 ჯერ არ დამთავრებულა ჩემპიონატი იმ ადამიანის მოძიება შეიძლება და დასხლომას და საუბარს და მეორე და ნიშნულობით კიდე უფრო ეს ამის არსებობა ვიცოდით და ყველაფერი იმის არსებობაც როგორ არ ვიცოდით მაგრამ ჩვენმა თქვა ამირან შაიშმელაშვილმა ჩვენმა ახალგაზრდა კოლეგამ ჩაწერა კიდევაც ინტერვიუ იური ტაბატაძესთან და მე ერთამ არ გამიგე. კაცი ჩავიდა კადისში, რომელიც აგერ გუშინ ლა ლიგაში თამაშობდა და თუ მოაგებინა გუნდს 92-ზე გამო კლუბის შემდგომარეობა ძალიან დამეხმარა იბოლიასი რომ ეს ნაბიჯი გადამიგდა რა იმიტომ რომ იყო რაღაც შეფერხებები მაგრამ ყველანაირად ვსადნებო ჩემ ხარეს გადმოედგა ეს ნაბიჯი და ჩემთვის ჩემი კარიერისთვის დამხარებოდნენ ამ ნაბიჯის გადადგომაში ლევან სილაგაძე დავით ხეჩკაშვილი და ივან ხეჩკაშვილი ახალი ნაბიჯი ყველა საერთოდ მიზანის ეგ გვაქვს რომ ლა ლიგაში დავრუნდეს გუნდი ფეხბურთელებით ვფიქრობ რომ ძალიან კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული გუნდი რამოდენიმე პატარა წავნა არის და ეს მისეული ფეხბურთელების გამობრუნდება ბომბარდირობა და მსგავსი რაღაცები ყოველთვის მიზნად მაქვს მაგრამ ჯერჯერობით პირველი მიზანი არის რომ გუნდს დავეხმარო მაქსიმალურად და ჩემი პოტენციალი რამოდროულად გამოვამჟღავნო და ჩემ თამაში არ გავამჯობესებდი და პირველ რიგში პირველ ორ თამაში რაც შევარჩენე მეორე თამაში პირველ თამაში ფაქტობრივად ორჯერ შევეხე ბურთს მეორე თამაში გადაწყვეტილებები მიჩქარე იმ შემთხვევებში და დავკარგე რამოდენიმე ბურთი რითიც უკმაყოფილო ვარ ჩემი თავის ვიცი რომ მეტად შევანელო გადაწყვეტილების მიღება არ ვიჩქარო რადგან ყოველთვის არის ყველაფრის გადაწყვეტილების მისაღებად კარგი გადაწყვეტილების მისაღებად და ამ ყველაფერს ერთმანეთს რომ დავუმატებ კიდევ აუცილებელია მეტი სიკვდილი ჩემგან რომ მეტი შანსები შევქმნა მეტად დავეხმარო დასწრებში გუნდს და ასე შემიძლია აი ესეთი კაცი ყავს ვინც არ იცნობდით და ჩვენ ვეცდებით რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული სეგუნდაში რა თამაშებს მოგწევენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვეცდებით როცა იქნება კადისი და გრანადა ყოველთვის შემოგთავაზოთ ხო იქ აგნიზე ყავს აქ და რა თქმა უნდა ვილარიალიც უნივერსალზე იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა გახსოვს მე სუთავიდან აი გიაცურიხსენე შენ რო აღმოაჩინე მიქაუტაძე ну აღმოაჩინე ხა არჩენ არ იბრალებ და არც მე არ ვიბრალებ რომ ახალგაზრდული მე რო წყალტუბოში დავდივარი მეტე გადის ხო ეს ხუმრობთ ხოლმე ხო ხუმრობაა შენ რო არ უნდა ვთქვა იმიტომ რომ ზოგჯერ რო არ იტყვი გამოდიოდა სერიოზულად კინკლაძე ტალანტით შევადარე მესის და 80% კომენტარები სადღაც რაღაც გადაცემაში ვიყავი რივმა ობოლაძესთან და ნოდარ სიმსიმესთან და იქ თქვი და მის მესის ოქროს ბურთებს და ტიტულებს მithვლიდნენ და კინკლაძეს ეს არ აქვს და რანაირად ანუ ვერ ხვდება ზოგჯერ მაყურებელი რომ შენ რა იგულისხმე და ამიტომ დავამატოთ ხანდახან ჩვენი რამე იფიქრეს რომ არ იცოდი რამდენი ოქროს ბურთი ხო ქონდა არ ვიცოდი ოქროს ბურთი რო ქონდა და შვიდი რო ქონდა კიდე ხო ჩვენ არ გაგნიძეს მიულოცოთ სადებიუტი აუცილებლად და არ გამორჩეს ახლა ისე კი ძალიან კარგი ძალიან კარგი ჭეთან ისეთ პოზიციაზე ახლა კიტეს ხო და ვილარიალზე და ასეთ გუნდებზე გამახსენდა ისიც რომ ხო რას ვამბობდი და ვილარიალში რო გადავიდა მეთქი ახლა რატო იყო ჩემთვის რაღაც დამთხევა მე მაგას ვაზრებდი როსის
ოღონდ არა პაოლო როსის. რაიგო ჯუზეპე როსის და იგე სტილის მომწოდა და მე ისიც ვილარეალში არის, ხო? ხო და ის ვილარეალში იყო და ეხლა ვილარეალს ვისთანაც აქვს თამაში. ხო. პირველ ტურში. იმას სამი, რა? ატლეტიკო. არა, იმაში გეუბნები, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვნახავთ რა. აი ეს არის სხვა შორის მისი ვარჯიშები, მაშინ რა ქვია, ახალ გუნდში. ჩასულია და კი ვაგეთე ვა. აფჯერ. კი? აზიდოს. ნუ ესე იგი შემდეგი შეცაღე მოგაჩენა. რა ქვია. ამას გოლს გატანება არ ვიცი თორე ამეებში მაგალითად. აი დაუკერა. შენ ისი სხვას როგორ არა პენალტი და იგივე დაემართოს. ახლა იქ არეული იყო ის გუნდი, ერთმა იყიდა, მეორემ არ მინდოდაო, მესამე გაიბუტა და კიდაღამ გავარდა იმ წელს აიაქსი და აქ ახლა ამათ იცოდნენ რასაც აკეთებდნენ და ახლა დასვან და სხვა ადგილას საპატიური გუნდია, ისეთი პატარა დასახლება შეიყვარებენ დარწმუნებულები. მოგეთ ცუდი ემოციები ერთი წელი ხომ მოიგო უკვე ჩემპიონთა ლიგი და მე კიდე ღმერთმა უწევს ლიონი გაიცადა რა, ვალენსიის გარეუბანია ფაქტიურად რა. კერამიკული ფაბრიკები. ხო და ნერნარა იმის თქواس მინდა უკვე რომ ჩვენ ახლა გვაქვს უკვე ის ბედნიერება რომ რამდენიმე ქართველია ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ ჩემპიონთა ლიგა გვეწყება უკვე და პირველ ეტაპზე პირველ ტურში როგორც შაშაკო 3 დღე იქნება 3 დღეზე გადააწყვეტება რომ ალბათ უფრო კარგად ვნახოთ ეს გუნდები მერე იქნება ევროპა ლიგა მერე კონფერენცია ზუსტად იგივენერად გადანაწილებულად და ჩვენ პრიორიტეტს მერე რო არ გაგიკვირდეთ ხოლმე რომ ისევ ის რომ არ გეგონოთ რომ მატჩების წვილებში პრიორიტეტს ვერ საზღვავთ. არა, პრიორიტეტი იქნება ის გუნდები, რომლებშიც თამაშობენ ქართველები და იქნება სილკ უნივერსიტეტზე ნაჩვენები და მე მგონი ამაში ვერავინ შეგვედავება, ასე რომ შემდეგ კვირაში უკვე იწყება ჩემპიონთა ლიგა, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი თამაშები იქნება, მანამდე თამაშების წინ აგერ ბიძინა და ლაშა შემოგთავაზებენ გადაცემას 1 საათის სპორტერზე იქნება. სპორტერზე იქნება და ნახავთ იქ თუ როგორ მოვიდნენ გუნდები ამ თამაშებამდე და უკვე შემდეგ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი თემა ეგ იქნება და ამ გადაცემის დასასრულს კიდევ ბევრისათვის ყველაზე საყვარელი რუბრიკა რაც არის ამ გადაცემაში ეს არის არბიტრაჟი და კი ვნახოთ ერთი რამ მოგიმზადა ლაშა. თან მომენტად სხვა შორის ახლა ნამდვილი ის ანონსი გააკეთე ცხოვრებაზეც თქვი ჩემპიონთა ლიგა ახსენე და კი რა თქმა უნდა გიორგი ცხოვრებაზე ჩემპიონთა ლიგაზე გადავიდა ზაგრებში ხორვატია ვიცით რომ სახელმწიფო ქვეყანაა მე ვიხუმრე რომ ტრიზურგში გადავსვით იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ხორვატებთან გვექნება იქიდან მოგვაწვეს ინფორმაციას ითამაშა პირველი თამაში მართალია გუნდმა წააგო დაყო მოედანზე 4 საგოლე პასი და 1 გოლით შეაგდო იმედია რომ ეს ადაპტაციის პერიოდი მალე გაივლის და ჩვენი ვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ყველას აალაპარაკებს იმიტომ რომ ეს ტურნირი ყურადღების ცენტრში და ჩვენს ბუნებრივია ამ თამაშებს გავჩენებ და ორი მოთამაშე ევროპა ლიგაზე გვეყოლება ხელბურთში და ის თამაშებიც გვექნება და თოკო აგერ რამდენი ვილაპარაკეთ და თოკო ბარსელონაში უკვე ევროლიგაზე ეს უკვე სპორტორის და ასევე უნივერსალის თემა იქნება იმიტომ რომ ჩვენ ქართულ სპორტსმენებზე ვაკეთებთ აქცენტს ბუნებრივია ასე რომ საინტერესო ეთერები გველის ახლა კი აბა არბიტრაჟი კარგით საინტერესო მომენტი შევარჩიეთ საქართველოს თურქეთის მატჩიდან მაგალითად ლოჩოშვილმა რომ მიიღო ყვითელი პარათი რაზედაც მე სანიოლი გაბრაზდა და საბოლოოდ ის მეორე ტაიმში გააძევეს სანიოლის გულისხმობ. აი ეს ეპიზოდი ჩემი აზრით იყო ყვითელი პარათი. ნუ კითხვა არის, ანუ რატო მე იქ სანიორსაც აჩვენებენ ახლოსში ჩვენ მაგასაც ნახავთ რას უხსნის და უშათ სათად არიგო მსაჯს რომ იქ შეხება მეკარეზე არ იყო უბრალოდ ბურთი წაართვა. ხო აი დასაშვებია თუ არა და უშათ ესეთი წართმევა წესები არის ის რომ როცა მეკარე ხელში აქვს ბურთი და ფეხის დასარტყმელად, ანუ ჰაერში ცდილობს ამ და ფეხზე აიგდოს და მე ფეხი დაარტყას, ამ მომენტში ბურთის არტყმევა არ შეიძლება წესება. ეგ იქნება მეკარის სივრცის დარღვევა. ხო, ნუ ამას უხსნის სანიოლი, რომ კონტაქტი არ ყოფილაო და უბრალოდ
პარალელი გავავლო გულშემატკივრმა და მეც მოვიტანე ის კადრი, როცა კარიუს ჩემპიონთა ლიგაზე ბენზემა პარავს ბურთს. ამ კარიუს ყველანაირი უბედური გოლია გაშვებული. ვარჩენოთ ეს კადრიც და მე ავხსნი რა არის განსხვავება ამ ორ ეპიზოდს შორის. დავაკვირდეთ, აი ანუ განსხვავება არის რომ კარიუსია გადაცემას აკეთებს და არ არის ეს არ არის დასარტყმელად აგდებული ბურთი. ეხლა ეს აშკარაა მე მგონი განსხვავება. კიდევ დამატებით რა შეიძლება, ანუ მეკარეს როცა დაუშვათ ესეც რო ეჭიროს ბურთი ხელში, ხო? ამ ბურთის წარსულს ძველმა გულშემატკივრმა გაგვახსენა ერევანში ბაიერნს რო გაუტანეს ხელიდან გააგდებინა თავით. და ის ჩათვალეს ხო ჩათვალეს პეტროსენმა გააკეთა ხო მე მგონი სამველმა და ის იყო რა ქვია მარვინ დეი იყო მეკარე ვესტჰემის და ეს გოლიო ხო ეს გოლიო ჩაითვალაო და ხა მე მგონი პეტროსიანი ესე თუ არა ესეც რო კონდეს განსხვავება არის ანუ მეკარეს ბურთის ფლობა არის ჩაითვალა ეს ხო და ეგ არგუმენტი იყო რომ მაშინ არბიტრმა ჩათვალაო და რო ჩათვალა არნიშნავს იმას რომ სწორად წესებში ესეა რომ არ შეიძლება რომ მაგის გარდა კიდევ ჩვენ ბოდიში ისევე როგორც თუ აი მიწაზე თუ მიწაზე ბურთი უდევს და დაფიქსირებული აქვს იმის გამორტყმაც არ შეიძლება აი როცა ვერ დააფიქსირა დაუშვათ მეკარემ არის ეპიზოდები და აი ფეხბურთელი დასწრებაზე თუ მოასწრო აქცეულმა მეკარემ ესე ბურთზე ხელის დადება დაფიქსირება ან გაზონს და ხელში ორის არის ბურთი და დაფიქსირებული აქვს და მე ვინმე როგორც რაგბიში ლელო ხო რო წაუყავს ფეხი ეგეც არ შეიძლება ნიუანსებია მაგრამ ნუ წესები ესეთი ეს საჯარიმოში თუ ნებისმიერ ნუ საჯარიმოში ხელით გააჩუ საჯარიმა თავის საჯარიმოში მეთქი მაგრამ მეკარის საჯარიმოში თუ საჯარიმოში ნუ ესეა წინ დგომაც არ შეიძლება არა თუ ბურთის ართმევა მაგრამ აი ხო არის რომ მეკარე ცდილობს რომ მოგცილდეს რა და შენ დაძდევ და არაძლევ საშუალებას დაარტყმევი ხო ეგეც დარღვევა არა თუ ბურთის არტყმევას მაგაზე არ ყვითელს არაძლევენ საჯი ეთქოს რომ მოშორდი 10 ცენტი დაარტყოს აქ ეხა ყვითელის აზრი იდეა იყო ის რომ ის მეკარე ცდილობდა სწრაფად შეეტანა ბურთი შეტევის ჩაშლის გამო თორემ უხეშობა ეხა და ის რამე მან არ ყოფილა კარგი, სერბეთი ინგლისი საინტერესო ეპიზოდი იყო ხელზე და ეს მე მოგწერე ეგრევე და ძალიან საინტერესო და ბიძინაც ჩვენ ხარეს მომენტია, იმიტომ რომ აქ არის სასაუბრო ნიუანსებზე დაუშვათ ჩემთვის რითი განისაზღვრება ბიძინა აბა თქვი რა შენ თამაშია თუ შემთხვევით რა ნიუანსები კარში მიდის ბურთი და აწეული ხელით ეფარება რა ნიუანსები არა მარტო ეგ არ არის მომისმენთ ტერმინოლოგიას აქვს მნიშვნელობა რო დაამტკიცო რატომ არის განზრახ თამაში დაუშვათ შენ რო გამოწეული აქვს ახლა არა კი ანუ აი რას ჩემთვის მე ესე კაცი შეგირახე რომ დადიოდეს ჩემი კი მინახია მაგრამ ნორმალური არ არის ესე იგი ხო ჯერ ხო არ მithქვია მე ვიზახი აი თუ ნიშნავთ პენალს და მეც ვფიქრობ რომ პენალტია მაშინ უნდა დაასაბულო მარტო ის რომ კარში მიდის ეს არ ნიშნავს რომ პენალტია ანუ მცველის ქმედება რატო არის ჩამოშვებული აქვს ხელი აი კუკურელიას ხელზე რო იძახდნენ კუკურელია პენალტი არის გაც არ დანიშნეს და ვიძახო მეც თქვი პენალტია და მე აი უი და ბოლო ორი თვის მერე გვითხრეს რომ ჩამოშვებული ტეილორმას თქვა რომ ჩამოშვებულია ხო აქაც გეტყვის რომ მაგრამ ეხლა ნიუანსი რა არის დარტყმულს ხედავს, აი გავამეოროთ კიდე. ანუ მცველის დააკვირდით მცველის ქმედებას. აქედან არა, კარის უკანას იქნება მეორე ეპიზოდი, იქაც მივალთ რა. მაგინე ყველაფერს ხედავს. აბა იმას თუ ვერ ხედავს, რას ხედავს? ხე ბურთს უყურებს, ხო, დგას. დარტყმულს ხედავს. კი. დრო აცილების აქვს. კი 9 მეტრია ბურთი მოფიქრა. კი, ანუ თუ არ უნდა და ხელს უტოვებს. ანუ მცველის ქმედება არის ის, რომ მან იცის წესები მეც საჯის დგას და უყურებს და ხედავს რომ რაღაც აქ ცოტა ჩამოშვებული მექნება მაგრამ ესე დაუტოვებ იბჯენილი არა იდავს ხო მაგრამ ეს ხელი თამაში არ ვენერას ხელში აქვს ამას ქვია განზრახ სხეულის პროექციის გაზდა
რასაც წესებში დარღვევა ხელით. ანუ ახსნა ეგეთი უნდა ახსნა ეგეთი აქვს, ანუ მე რას თქვი რომ დარტყმას ხედავს შეუძლია აირიდოს, მაგრამ ზავის გაზდაზე იცი რა მოხდება სულ. ამ რა არის ხა? ეს შეიძლება თამაშობდი ფეხბურთში. ხელში იღებ რო ხდებოდა ვიღაც ზარანოვდი პენალტიო. მაგაზე კი არა სამი კუთხური პენალტი იყო. სხეულის გაზდაზე იცი რა მოხდება? წყალდიდობა რო იყო და ვეფხვები და ლომები რო გაიქცნენ ზოოპარკიდან და ის კაიკაცი რო ზოოპარკის დირექტორი რო გეუბნებოდა რომ თუ ვინიცობა გამოხვდა ეზოში დაინახეთო ხელები გაშალეთო რომ იმას სხეული გაზარდო და შეეშიდეთ. ეხლა ამის გამკეთებელი ვინ იყო? ეს კაცი თუ მოვიდოდა ეგ პენალტი. ეგრე იცისო იმანო. არა თქვენ გეცოდინებათ თორე მიგებეცეთ იმან თუ იცის. მე მივიღე ინფორმაცია. თავზე რო იდებდნენ რაღაცას აფრიკიდან მოდის რა, რომ როწამოა შესხედა ორი ისახად მაღალი. ეკვატორი არგენტინა აქ ორი გაძევება იყო. აქ პენალტი იყო, ხო შენ? მეც ვფიქრობ, რომ კი, ნუ იმიტომ ვისაუბრო ამდენი, რომ იმიტომ ვფიქრობ, რომ პენალტი. ოტამენდი ბოლო იმედი ჯარიმა და რას დაობენ. მანამდე ითხოვს ბიძგს, აი თუ დავაკვირდებით. ხა რატო გაცხარდა ესე, ხო? ყველაფერზე ჭკუები რონდალია არბიტრი. თამაშგარი აი ბიძგზე ითხოვდა ჯარიმას, თორე ხა ოტამენდი რო არ ღვევს და გასაძევებელიც არის. ხო, ბოლო იმედი ჯარიმა. ბოლო ჯარიმა. ბურთის კონტროლიც იყო. ანუ დიდი ალბათობით დაეწეოდა. ის ბიძგი იყო თუ ტანის ჩადგმა უფრო. ზურგში უფრო ბიძგს გავდა პირველ ეპიზოდზე და აქ ეხა აქ დარღვევა არის. არა, ეს კი. კი ბატონო, ბოლო იმედი ჯარიმის გამო გააძევს და მეორე ეპიზოდი, რომელიც ჩვენ მერე ვარის ის რო გაზარდეს, ხო გავწერდა ინფორმაცია და მსოფლიო ჩემპიონატზე იქნება ეს. რა გაზარდეს? ვარის როლი გაიზრდება, ანუ ჩართულობა გაიზრდება მეორე ყვითელზე. მეორე ყვითელზე ეხლა ხო არა თუფლი. ხო. აი ეხლა მეორე ყვითლით აძევებენ ეკვადორული ფეხბურთელს, რომელსაც მე რომ მკითხო საერთოდ დაარღვია თუ არა წესები, ეგ საკითხავია. ისე კარგად მოიქცე რომ პირველიც უნდა გაეუქმებინათ. მაგ საყვითელი ეხლა რა ვიცი. თუ ჯარიმა იყო ძალიან უბრალო. ამ ბატონო. ხო, ანუ რატო ავიღეთ ეს ეპიზოდი? ანუ გაუქმებინეს ეს? არაფერი არ გაუქმე. არა, მე ამისთანაზე პირდაპირ გაძევებაც მინახია. საერთოდ არ შეხებია და რა ვიცი, პირდაპირ ძალიან. ხო, ნუ ეხლა მე გეტყვით რომ ვარი მეორე ყვითელზე ხო ჩაერთვება? ხო. მსოფლიო ჩემპიონატიდან. აი ამსეთ მეორე ყვითელს გააუქმებიებენ, იმიტომ რომ აქ არ გააუქმებინეს. აქ რა ვარი, ანუ იმიტომ არის რომ აი ეს პრობლემა დარჩა, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია რომ მეორე ყვითელზე ვარი ვერ კუთხურზე სხვათაშორ პენალტი თუ გააკეთა. არ გქონდა. იცი რა, რილაშა? კუთხურზე იქნება ვარი? ხო არის, წითელზე ჩარევა, ხო შეუძლია. და ეს რო არ დაეკონკრეტებიათ, მეორე ყვითელის გამო წითელზე არ შეიძლება. რადგან წითელი ამოვიდოდა, ისედაც წესებში პირდაპირ გადაამოწევდა და რატო ამოწევ? იმიტომ რომ წითელი არის თუ არა ამოწევდა. შესაბამისად ახლა მეორე ყვითელს გავაუქმებ, პირველს თუ რას გავაუქმებ? ნუ საერთოდ კამათი მიდის წითელი არის თუ არ არის რა. მე რას ვფიქრობ, იცით რომ მეორე ყვითელი მაინც ყვითელია, მაგრამ ნიშნულობით არის წითელი. გაძევებას რო იწევს, ხო? მე ყურადღება საჭიროა და მაგამდეც მივიდნენ. გადაწყვეტილებას და ჩაერთვება სოფლიო ჩემპიონატის მერე მიღებული აქვს რომ მაგაში ჩაერთვებიან და ჩაერთვებიან. მე წავიკითხე რაღაც ჩემპიონატს მერე კი არა, უკვე სოფლიო ჩემპიონატზე. რაღაც საიტებზე წავიკითხე. და კუთხურზე რამდენჯერ ვისაუბრეთ, რომ გადამწყვეტი კუთხური რა შედის. ანუ კუთხური რომელიც იყო ხო, აბა ჩაერთვება მაგაშიც. ნიშნულოვან კუთხურზეც. ანუ ბოლო წუთი თუა ვაგებთ თითქოს არ მაძლევენ კუთხურს ჩაერევა. არ გაძლევენ კუთხურს, ან არ იყო კუთხური, მოგცეს და წავიდა კუთხური გოლი გავიდა. არა, 5 დრო იყო, იყოს მაშინაც უნდა ჩაერევა. 2000-ში ჩემპიონატი გავხდებოდით ეს. არ ყოფილა რომ რამდენია? ბატონ ლაშასტარი კვალიფიციური ადამიანი სად ნახავდა ეს კითხვა მინდა რომ დავსვა. თუ მეტეს მე ყოველთვის ინტერესებს უყურებ ყველა ეპიზოდს და აი განსაკუთრებით აი მომენტების გარჩევას და ძალიან საინტერესოა. ხო, ამაშია სა. ხო და
აი ამ გადასახედიდან როგორ შეაფასებდით? აი ვარი თავიდან რო იყო, როგორც იყენებდნენ და დღეს. აი დინამიკაზე რა სიტყვით, რა ეტაპზეა, თქვა გამართლა არ გამართლას კუთხით არა. შეიცვალა დამოკიდებულება და მისი გამოყენება უფრო რაღაცა დახვეწილი გახდა, უფრო ეფექტური გახდა თუ ისევ იმ ეტაპზეა, როგორც უთავიდან იყო. თუ უფრო უკეთ იყენებენ სამაიმუნო. კი, მე გეტყვით, აი მაგალითს მოვიყვან აი რაღაცა კარდიოგრამას ავითარი. ვარი პირველად შემოვიდა, გავიხსენოთ რუსეთში რომ სოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. კი ბატონო. ერთი შეცდომა გამახსენეთ იმ ჩემპიონატს. ყველა სოფლიო ჩემპიონატიდან გვახსოვს რაღაც სკანდალური სამსაჯაო გადაწყვეტილება, ხო? პირველი იყო და იყო იდეალური. და ყველა კმაყოფილები ვიყო. აბსოლუტურად შეცდომა არ ყოფილა. აი წარმოიდგინეთ, ამ ხელა სოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა და ვერავინ ვერ გავიხსენებთ იმ ჩემპიონატზე რაღაცა ისეთი და მაგის მერე უკვე ლევანმა რას თქვა რომ რაღაცა დაიწყეს აუღეს ალკოჰოლი ხო მორგება რაღაც ერთმანეთზე გადაბრალება იქ ვარმა არ დამიძახა უფლება არ აქვს ჩაერიოს რაღაცა და აი რაც დაიწყო მერე ჩამოვარდნა ამან მერე უკვე ის იქამდეც მივიდა ხალხი რომ საერთოდ არ გვინდაო რა ვიღაცა ხო გააუხო შვედეთმა და ეგ იცი რა არის გია უყურე რა ეხა არ გვინდა ეგ ასფალტის დასაგები მანქანები რო იყო კომპიუტერზე და რო ვერ მოატყუებდი რომ ცხელი დაეგო და მე ხო ცოტა ხანი ვერ ხლეს და მე ჩაუფუშეს საბურავები და მშვენიერად გადავიდა ისე დაბალი დააგო ეგ არის ვარიც რა ხო და პრობლემებია უკვე ჩართულობა როგორ არის კომუნიკაცია დაუძახა არ დაუძახა რატო არ დაუძახა მე ხა სამხრეთ ამერიკას ჩვენ ხშირად რატო ვავლებ პარალელს იქ ძალიან გახსნილია ეს ანუ ჩვენ რა კითხვებიც გვაქვს აქაც დაიწყო ლაპარაკები უკვე ხო აი ახსნა ეხლა მივიდნენ იქამდე რომ არბიტრებს დაავალდებულეს კაპიტნებს აუხსნიან ზოგ ჩემპიონატში დაავალდებულეს პორტუგალიაში იყო არის მაგალითად წინა წელსაც და ეხლაც რო ექსპერიმენტები ლაშა მე ყველაზე ძალიან მომწონს რომელი წესი იცი რომ ვარზე რომ მიდის უნდა თქვას რის სანახავად მიდის იმიტომ რომ გოლი არ ჩათვალა იმიტომ რომ იყო თამაშგარე სინამდვილეში თამაშგარე არ იყო და მე ეძებენ იქ რაღაც სხვას რომ ის გადაწყვეტა უპოვია იცი რა თურმე იქ აუძე გადასულა ბურთი 3 წუთის წინ ეგ არ შეიძლება რასაც რაშიც ეჭვი გეპარება ის შეამოწმე რა და ხა იქ შაშა რა მოხდა რაშოში ხო კითხვები არის და ამ კითხვებზე და რა თქმა უნდა პროცესის დროს მუშაობის დროს რა პრობლემებიც აღმოჩნდა იმაზე მიდის მუშაობა მაგრამ ჩვენ მე ვენგერის წესი თუ გადამოდის ლევან ახლა შეიძლება მაშინ რა გამოდის ანუ შენ მაშინ უშვებ ადამიანის მაინც ადამიანურ შეცდომის ფაქტორს უშვებ მე მოვედი და აღმოჩინე რომ იქ წესების დარღვევა იყო იმ მომენტში კი არ გეუბნები არა გავიგე თქვა მოვედი სხვა რაღაცაზე ის რაღაცა ვიპოვე კაცო იმიტომ რომ ხო იყო ეგეთი შემთხვევები რომ აქ რაზეც ეგონა არ აღმოჩნდა არაფერი გადაუხეს და სადღაც იქ არა მე მაგალითად იმიტომ რომ მაინც ხო იყო ის დარღვევა რომ გამოეპარა მე ნუ ასე ყველთელი თამაში რომ მორჩება უნდა გადავახვიო და სხვა შედეგი დავწეროთ ფაქტი რომ კარგია ყველა თან ხდება რომ კარგია იმიტომ რომ ეხლა რო იძახოდე რომ ჩვენ ბევრ დროს აგვართ რა დროს გვართმევს ეხლა არა მაგას გეტყვი იმ ნიშნულობის ვიდრე სწორი გადაწყვეტილება მან ყველაზე მეტად მე რაც არ მომწონს რჩება ეს ხელი არის ეს ზეიმის გადადება თუ გაუფერება თუ გაუფერულება მოდი ესე ვთქვა რა იმიტომ რომ კაცი გოლს გაიტანს და ნახევარსაათი ელოდება გაიტანა თუ არ გაიტანა იმის ვერდიქტს ვიღაცა კაცმა და რო არის ის ვინ არის ვიღაცა კაცი სადღაცა ზის და ის წვეთს გაუხარდეს თუ რა და ჩაუთვალოს და მე და მე ახლა თავიდან როგორ უნდა გაუხარდეს მე ერთი ყველა დანადგარს სიახლეს ვალდანომ თქვა დღეს ვეუბნები ვალდანომ ინტერვიუ წავითხე თქვა რომ ისეც დავიწყებ შებაო რომ სპეციალურად არის საქვია შეთქმულება იმაზე რომ ფეხბურთი როგორმე უფრო სულოვნური თამაში გახადონ მე ვეთა მართლა ეგეთი საბიჯები იმიტომ ისენიო საჯები ვეღარ ხვდებიან რომელიც რას ნიშნავს თვითონ რითი ხელმძღვანელობა მე კიდე ვიღაცა მოვა და დაეხმარება თუ არ დაეხმარება თუ რას იზამს აუძახებს თუ არ დაუძახებს ხო ვალდანო ძირითადად შეეხო წესების ახალი წესების ანუ წელიწადში 4ჯერ ადრე იყო 4 წელიწადში ერთხელ წესი იწლებოდა მსოფლიო და ეხლა ხი მექნება ასეთი რომ კი კარგია ვარი იდეა კარგია მაგრამ
ბევრი წამოწყება და ბევრი კანონი ან ბევრი რაღაც ცივილიზაციის მიერ მოგონილი რაღაც სიახლე ხო კარგი მოტივებით შემოდის და მერე იყენებენ თუ ცუდად გამოიყენებ ცუდია ეგრე ხა ატომიც შეიძლება კარგად გამოიყენოს შეიძლება დაადაბუგო დედამიწა როგორ გურულები ამობენ მახვეული მახვილგონებლობით რასაც კარგს იზამ ყველაფერი კაია თუ კარგად გამოიყენებს კარგია და ხო და მოდი ამ კარგი სიტყვებით დავასრულოთ ლევანდელი გადაცემა მადლობა უთხრობ ჩვენ სტუმრებს აქ რომ მოვიდნენ სეზონი გახსნილია სეზონი გადაცემისაც და სპორტულიც ჩვენს არხებზე, ასე რომ შემდეგ პარასკევს 20 საათზე ისევ შევხვდებით. 20 საათზე არა, შემდეგ პარასკევს ვიქნებით ალბათ 10 საათზე. იმიტომ რომ არის ჭიდაობის სოფლიო ჩემპიონატი და ნუ ყოველ შემთხვევაში სპორტის მოყვარული იმასაც უყურებს და მერე დაგველოდება. ასე რომ შემდეგ პარასკევს ეთერში ვიქნებით. ნახვამდის. ნახვამდის.